სამოქალაქო თვალსაზრისით მოკვდე და გაგრიყოს საზოგადოება. ჩვენს არჩევანი რო კონდეს, სად იცხოვრებდი, შვილს სად გაუშვებდი სასწავლებლად. დემოკრატია საუკეთესო სისტემაა თუ ყველაზე ნაკლებად ცუდია? გაყიდო პროდუქტი, რომლის ასეც არა ხარ? ერთი-ორი გახმაურებული საქმე არა იმდენად შემოსავლისთვის შეიძლება სჭირდებოდეს ადვოკატს, რამდენადაც სახელისა და ცნობადებისთვის. ფილმები ძალიან ცნობილი რეჟისორებს აქვს ინდივიდუალური თავისი საავტორო კინოები და აქვს კინოები, რომლებიც ხსნიან მილიარდებს და ასეულობით მილიონებს. სად გადის ზღვარი რწმენის თავისუფლებასა და სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს შორის? იურისტებს ყველაზე მეტად აშუქებენ მორალი, სიტყვა მორალი. მადლობა, რა შვილი არასდროს არ გაიზრდება ისეთი, როგორც ჩვენაც. ის უნდა იყოს ისეთი, როგორც მას სწავლობს. ყველა ადამიანი იმსახურებს დაცვას. ეს არის თავარი პრინციპი, რომელსაც ყველაზე კარგად ადვოკატები ვიაზრებთ, მაგრამ ყველაზე ცუდად სამწუხაროდ საზოგადოება. გამარჯობა. მე გახლავართ ადვოკატი ჯავა კოჭლამაზაშვილი და ეს არის ჩემი საავტორო გადაცემა ადვოკატის კითხვები. დღეს ჩემი სტუმარია სამართლის დოქტორი, სულხან საბა-ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი, ადვოკატი, უფლებადამცველი დიმიტრი გეგენავა. კანონების გარდა დღეს ვისაუბრებთ ადამიანებზე, მორალზე, ლიტერატურის როლზე სამართალში, AI ტექნოლოგიებზე, რწმენაზე და ასე შემდეგ. აუცილებლად დარჩით ჩვენთან. დიმა, გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ დღეს ჩემთან ერთად იმყოფები. როგორც გამოგაცხადე, თუ გაქვს დათვლილი ზუსტად რამდენი წიგნი და რამდენი სტატია გაქვს გამოქვეყნებული? გამარჯობა, დათვლილი ჯამურად, რა თქმა უნდა. გინდა თუ არ გინდა, აკადემიურ პერსონალს გვიწევს ამის ბუღალტერია გვაქვს, ასე ვთქვათ, ამის. დაახლოებით 95-მდე აკადემიური ნაშრომი, სტატია, წიგნი, თარგმანი, კვლევა სხვადასხვა ენაზე. ძირითადად ეს არის, რა თქმა უნდა, ქართული და ინგლისური, მაგრამ 1-2 ასევე ფრანგულად და რუსულადაც. ფრანგულად თარგმნეს ჩემი არ არის და პოლონურადაც ამ ენებზე თარგმნეს და დიდი მადლობა პირიქით თარგმნელებს, მაგრამ მე თვითონ ძირითადად ინგლისურად და ქართულად. შენზე მეტი ეს ნაშრომი აქვს ვინმე საქართველოში? იქნება დარწმუნებული ვარ და ბევრს და არ ვიცი რამდენად კონკრეტულ თაობაში, თუმცა ნაშრომების რაოდენობა იმდენად მთავარი არ არის. მაინც ალბათ უფრო მნიშვნელოვანია შინაარსი და არაერთი ძალიან კარგი მკვლევარი ყავს საქართველოში, როგორც ძველი თაობის, ისე ახალი თაობის და ყველაზე მთავარი მაინც ამ ნაშრომებში არის ალბათ მისი როგორც სოციალური, ისე აკადემიური მიღებლობა. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. იგულისხმება ვინ კითხულობს, რამდენად, მოდი ასე ვთქვათ, აკადემიურ სფეროს კი არ უყვარს ასეთი რამები, მაგრამ შევთანხმდეთ იმაზეც, რომ თანამედროვე სამყაროში აკადემიური მარკეტინგი მნიშვნელოვანია და წერდე რაღაცას და ნაცარქექიასავით ჭერში აწყობდე, უკვე აქტუალური არ არის, ამიტომ კითხულობს ხალხი იურიდიულ ლიტერატურას. კითხულობს და სხვათა შორის კითხულობს იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება ადამიანს ეგონოს. იმიტომ რომ მე მაგალითად 1-2 ისეთი ადამიანისგანაც გამიგია და მინახავს რომ კითხულობს, რომელზეც შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს კითხვის ნიშნები, საერთოდ კითხვა იცის თუ არა, მაგრამ არსებობს ამის ძალიან კარგი საზომები, არსებობს როგორც Google Scholar-ის, ისე Scopus-ის, Web of Science-ის და მათ შორის ძალიან ისეთი არააკადემიური საზომებიც მარტივად რომ ვთქვათ, აი ნახვებით, გადმოწერებით და არა მხოლოდ ციტირებას გულისხმობ და დამოწევას, არამედ რამდენმა წაიკითხა, რამდენი გვერდი წაიკითხეს ნაშრომიდან, რა ინტენსივობით, რომელი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური ანგარიშით თუ ჯამურად და ასე შემდეგ. ამან ძალიან დახვეწა მეცნიერების ტექნოლოგიები და ზოგადად კითხვადობა, იმიტომ რომ თუკი ანუ იმასაც იგებ რა რომელი ნაწილი უფრო მოსწო? კი, რა თქმა უნდა, რა ამის დათვლაც შესაძლებელია სხვადასხვა პლატფორმაზე. რა თქმა უნდა, ერთი უნივერსალური მთლელი არ არის, მაგრამ თუკი ამ მეცნიერების მენეჯმენტსა და ტექნოლოგიებში ასე თუ ისე გარკვეული ხარ, ძალიან მარტივად შეიძლება ეს გააკეთო. და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ერთმანეთს არ უშლის საერთოდ წერო მნიშვნელოვანი და სიღრმისეული და პოპულარული და ის რაც მასაზეა გათვლილი. ეს ყოველთვის ასეა. ხელოვნებაშიც ასეა, მეცნიერებაშიც ასეა, სამართალშიც ასეა, იმიტომ რომ აი პრაქტიკულ დონეზე 1-2 გახმაურებული საქმე არა იმდენად შემოსავლისთვის შეიძლება სჭირდებოდეს ადვოკატს, რამდენადაც სახელისა და ცნობადობისთვის. იმიტომ რომ ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს, მაგრამ ის რაც
მნიშვნელოვანია სახელისთვის, ისაც მნიშვნელოვანია აუდიტორიისთვის, შეიძლება მნიშვნელოვანი არ იყოს ადვოკატისთვის საერთოდ. ამ დროს ძალიან კარგად ვიცით, რომ რაღაცა საქმე უბრალოდ შეიძლება იმის გამო აიღო, რომ სპორტული ინტერესი გქონდეს, საინტერესოა, ძალიან კარგად შეიძლება თავის წარმოჩენა, შეიძლება ძალიან კარგი იყოს პრაქტიკის განვითარებისთვის, რომელიც დაგეხმარება სხვა საქმეებში. ზუსტად იგივეა წერისასაც. შეიძლება 1-2 მაგალითად სახელმძღვანელოს ფორმატის, წმინდა აღწერილობითი, დესკრიფციული დაწერო, იმიტომ რომ მე აქ მოპოვებული სახელით თუ რაღაცა ავტორიტეტით თუ სოციალური ქულებით ეს შემდეგ გადათარგმნო და დააინტერესო საზოგადოება, რომ მართლა ღირებული, ძალიან შინაარსიანი რაღაც წაიკითხოს. ფილმები ხო, ძალიან ცნობილი რეჟისორებს აქვთ ინდივიდუალური თავისი საავტორო კინოები და აქვთ კინოები, რომლებიც ხსნიან მილიარდებს და ასეულობით მილიონს. უბრალოდ იმისათვის, რომ შენ რაღაც ღირებულამდე მიიყვანო ადამიანი, ადრესატი, ამისთვის უნდა ჯერ იცოდეს ვინ ხარ. იმისათვის, რომ ადამიანთან კონდეს რაიმე ურთიერთობა და მაგალითად მიხვიდე კონსულტაციაზე თუნდაც, მიხვიდე რაღაცა სასწავლებლად, მათ შორის რაღაცის სწავლა როცა გინდა, ვერ მიხვალ სრულად უცნობ ადამიანთან. გჭირდება რა, ან მასობრივი ცნობადობა, ან აკადემიური რეპუტაცია. რეპუტაცია კონკრეტულ სფეროში, როდესაც შენ კმაყოფილი ადამიანი გაგიწევს რეკომენდაციას და მიხვალს რაღაც. ყველგან იგივე მუშაობს და უბრალოდ ქართული სამართლის, ქართული განათლების თუ ქართული მეცნიერების პრობლემა საბოლოო ჯამში, ისევ როგორც ალბათ ბევრი დარგის, არის ის, რომ რაღაცა სეგმენტებით და რაღაც ასე ვთქვათ, ამ სფეროს წარმოადგენლების ნაწილი ჩამორჩა დროს და არ აღიარებს ციფრული ტექნოლოგიების, თანამედროვე მარკეტინგის, თანამედროვე მიდგომების აუცილებლობას და მკაცრად ორთოდოქსულ კონსერვატიული მეთოდებით საზღვაო რაღაცას. ძალიან რთულია ასეთი რამე და მე ვფიქრობ, რომ მით უმეტეს განათლება და მით უმეტეს სამართალი არ შეიძლება იყოს დროში გაყინული და სტატიკური. პირიქით, ფეხი უნდა აუწყო. არის ტექნოლოგიები, რა პანდემიამ ყველა გვაიძულა, რომ სხვანაირად შეგვეხედა ტექნოლოგიების. არ დაქცეულა სამყარო, პირიქით, გამარტივდა ცხოვრება. გამარტივდა ცხოვრება ინფორმაციაზე დაშვების კუთხითაც. შეიძლება საქართველოსდან მაგალითად მოусმინო და მიიღო არაჩვეულებრივი ინფორმაცია სხვადასხვა კონტინენტიდან, იყო ფაქტობრივად ძალიან ბევრი თანამედროვე პროცესის თანაზიერი, უშუალო მონაწილე. რა თქმა უნდა, ეს ვერ ჩაანაცვლებს უშუალო ურთიერთობებს იმას, რაც მოაქვს პერსონალურ კავშირს, პერსონალურ ურთიერთობას, თანმყოფობას, მაგრამ არა წინამდებება არანაირად. ამას ხელოვნურად აღუდგე წინ, მე ვფიქრობ ნიშნავს, რომ ჩამორჩე სამყაროს არა უკვე 1-2 წელი, არამედ საუკუნეებით, რაც ძალიან რთულია. საინტერესოა დიმა და აი თქვათ ფინანსურად შეიძლება იყოს იურიდიული ლიტერატურა მომგებიანი. აი შეიძლება დაწერო ბესტსელერი, ასე ვთქვათ, და ამით ლუკმაპური იშოვო. ხო, საქართველოს მასშტაბისთვის ალბათ არა. ეს ძალიან მარტივი ამბავია, იმიტომ რომ საგანმანათლებლო თუ წიგნის ბაზარი ქართულ სინამდვილეში არის ძალიან ცოტა და პირდაპირ თქვა ძალიან ღარიბი. იმიტომ რომ ეკონომიკური ფაქტორი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მაგალითად, რამდენი უნდა დაწერო და რა უნდა დაწერო ისეთი, რომ ეს გადაითარგმნოს შემდეგ პირდაპირ თვალსაზრისით შემოსავალში. ეს არ ეხება მარტო აკადემიურ ლიტერატურას, ეს ეხება მხატვრულ ლიტერატურასაც, მათ შორის, ხო? აი მაგალითად, საგამომცემლო საქმეში როგორია? რადგან უნივერსიტეტში ჩვენ გვაქვს გამომცემლობა ასევე და აკადემიურ ნაშრომებს არა მხოლოდ უბრალოდ გამოცემთ სამეცნიერო თვალსაზრისით, არამედ მათ შორის გარკვეულწილ ეგრეთ წოდებულ ბესტსელერებსაც, ხო, სფეროს მიხედვით, იურიდიულ ლიტერატურას, რომელიც სახელმძღვანელოდ გამოდგება. ძალიან მარტივია, თუ კი არ დააბალანსე ისაც იყიდება და ისაც არ გაიყიდება, მაგრამ მნიშვნელოვანი და ღირებულია და უფრო ერთმანეთს ავსებს და ასე ვთქვათ აბალანსებს, ვიდრე რაღაცა სერიოზულ მოგებაზე გადის. ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ 3.5 მილიონი ვართ ამ ქვეყანაში დაახლოებით. აქედან ძალიან რაღაც ნაწილია მხოლოდ აქტიური მკითხველი. მკითხველში გულისხმობ მათ შორის შემგროვებელსაც, იმიტომ რომ ეს მარტო ქართული გამოწვევა არ არის. ეს მთელ მსოფლიოში იგივე, იმიტომ რომ ადამიანები ვართ ასეთი და მაინც ნუ გავლანძღავთ. სულ არაფერს მაინც ჯობია. ხო, და ნუ გავლანძღავთ, მაგალითად შვილმა წაიკითხოს არა მეგობარმა. რა თქმა უნდა, და ელემენტარულად რაღაცა სტატუსისთვის შეიძლება აგროვებდე და იმისთვის რომ მაგალითად საჭირო დროს, საჭირო ადგილას ეს გამოგადეს. ეს ძალიან ადამიანური ფენომენია და არ მიყვარს ხოლმე რაღაცა რომ გამოგვარჩევენ და მაგალითად მარტო აი ეს მარტო საქართველოში ხდება, არ ხდება ასე, ასე ხდება ყველგან, სადაც ადამიანები ვართ, იმიტომ ეს ძალიან ადამიანურია. მათ შორის გულისხმობ ამასაც, მე აქ დარგობრივ ლიტერატურას კითხულობს კიდევ უფრო ცოტა და
კიდევ დარგობრივში სხვადასხვა მიმართულების ლიტერატურას კიდევ უფრო ცოტა. ამიტომ ეს ქართულ ენაზე ძალიან მწირია, მაგრამ როგორ შეიძლება ეს ვაქციოთ მაგალითად დამატებით შემოსავლის წყარო. დამატებით ამ შემთხვევაში გულისხმობ იმით რომ მაგალითად საინტერესო გამოცემებში გამოაქვეყნო საერთაშორისო დონეზე გახდე უფრო ცნობადი, უფრო ციტირებადი, უფრო მოთხოვნადი და შემდგომ ასე თუ ისე სხვა ცნობილი გამომცემლებებისგან თავად მიიღო შემოთავაზებები რომ მაგალითად სტატია დაწერო ან წიგნის თავი დაწერო და ეს ყველაფერი მერე მაგალითად საერთაშორისო კვლევითი გრანტის ფორმით გადაითარგმნოს, მაგალითად კონფერენციაში მიღებულ მონაწილეობაში გადაითარგმნოს და სხვა იმ სარგებელში, მათ შორის ფინანსურში, რომელიც ფაკულტატურად შემოვა. მაგრამ პირდაპირ ქართულ ენაზე დაწერილი წიგნით, აი სერიოზული შემოსავლის მიღება მით უმეტეს დარგობრივ აკადემიურ სფეროში მაინც ამაზე არავინ არ უნდა გათვალოს. გასაგებია. აი სიტყვაზე YouTube-ში როგორც არის ნახვებიდან გამომდინარე, ვინცაც მონეტიზაცია აქვს თქვათ შემოსავალიც გარდა რეკლამებისა დამოკიდებულია ნახვებზე. თქვენ სფეროში ასე ვთქვათ, ჩვენ სფეროში ციტირების რაოდენობაზე, ვთქვათ, ამ ყველაფერზე არის დამოკიდებული შემოსავალი? მათ შორის, თუ კი შემდგომ საერთაშორისო კვლევით პროექტებში ჩაერთვები და ეს იქნება შენი ერთ-ერთი მიმართულება, რა თქმა უნდა, არის საერთაშორისო დონეზე, იმიტომ რომ გინდა თუ არ გინდა, მაინც ანგარიშგასაწევია ციტირებები, თუმცა მარტო ციტირებაც არა, რა თქმა უნდა, ეს გადამწყვეტი, უბრალოდ აქ საუბარია გავლენაზე, იმ ფაქტზე, რომელიც გაქვს კონკრეტულ პროცესებზე. ეს ბევრნაირად ითვლება, სხვადასხვა მექანიზმი არსებობს. მე პირადად წინააღმდეგი ვარ, რომ ეს მაინც ციტირებების რაოდენობასაც და H ინდექსსაც და მსგავს რაღაც ინდექსაციებზე იყოს მხოლოდ დამოკიდებული, თუმცა დაახლოებით დემოკრატიასავითაა რა. უკეთესი უბრალოდ არ არსებობს, გინდა თუ არ გინდა, მაინც ამის გარშემო ვტრიალებთ. რა ეს გაზომვადი კრიტერიუმები ეს არის. და თუ კი გაზომვადი ეს არის, ბევრი აქცევს ყურადღებას, მათ შორის ხშირად რაღაცა საგრანტო კონკურსებში გამარჯვებისთვის დაწინაურებისთვის თუ რაღაც მსგავსი მიმართულებით აქტივობებისთვის ხშირად არის მოთხოვნილი როგორც ციტირების ინდექსი ისე ციტირების მაჩვენებელი რა თქმა უნდა არა საუბარი ნედლ მაჩვენებელზე იმიტომ რომ რაც უფრო დიდი აუდიტორია ყავს ქვეყანას, რა თქმა უნდა, შეუძლია გაცემეთი რაოდენობა ჰქონდეს, მით უმეტეს ახლა მაგალითად ინდოეთში, პაკისტანში, ჩინეთში ძალიან ციტირებების რაოდენობა, რა თქმა უნდა, ბუნებრივად მაღალი იქნება, თუმცა მე უკვე შეწონილი რაოდენობა იქნება. მაგალითად, შარშანდელი ნობელის ლაურეატიდან ერთ-ერთი თუ არ ვცდები ფიზიკა ან ქიმია, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თავის დროზე როცა გამოაცხადეს, სპეციალურად მოძებნე, იმიტომ რომ რაღაცა კურიოზივით იყო, იმიტომ რომ ძალიან დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა H ინდექსის და ციტირების ინდექსიც. იმიტომ რომ მისი საქმიანობა იყო პრაქტიკული კვლევა, ანუ გამოქვეყნებების კუთხით შედარებით ნაკლები ჰქონდა, მაგრამ რეალურად ისეთი გარღვევა მოახდინა მეცნიერებაში, რომელმაც ნობელი დაიმსახურა. ანუ ბევრი ასე ვთქვათ ბევრი რამ უნდა დაემთხვეს ერთმანეთს იმისათვის რომ რაღაც კონკრეტულ შედეგამდე გახვიდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ხელი გადაუსვათ ამ ყველაფერს და მორჩა ეს ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი. თავის დამკვიდრებისთვის, სახელის მოპოვებისთვის, ცნობადობისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ყველანაირად უნდა შეეცადო გააკეთო და იკულიო ღირებული, დადო ღირებული შედეგი, რომელიც გადაითარგმნება ამის გავრცელებაშიც, რადგან საკუთარ წვენში არ უნდა იხარშებოდეს მკვლევარი ადამიანი, უნივერსიტეტი თუ იურსი, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. შენ თქვი ციფრი 95. ხომ არ უმიზნებ რომ მე ასე ნაშრომი რაღაც გრანდიოზული იყოს? არა მგონია, იმიტომ რომ როდის რა გამოქვეყნდება, კაცმა არ იცის, რადგან საერთაშორისო გამოცემებში, როდესაც გაქვს გაგზავნილი, მათ შორის Scopus-სა და Web of Science-ში ინდექსირებული, კონკრეტულად ძალიან დიდ დროს მოითხოვს და აი რომელი დაემთხვევა ფორმალურად მეასეს, კაცმა არ იცის. ახლა მაგალითად პელემ რომ 1000 გოლი პენალტით გაიტანა, ხო რაღაც ეგრე შეიძლება მოხდეს. კი, ან თუნდაც აი ეს დათვლის ამბავში ხო ძალიან საინტერესოა, მაგალითად როგორც კრიშტიანო რონალდოს არ უთვლენ 6 გოლს, იმიტომ რომ იქ არაოფიციალური ტურნირი იყო აზიის ჩემპიონთა ლიგაში და არაოფიციალური იყო რაღაც ნაწილია და არ უნდა ჩაუთავოთ და ეგ ისეთია მაინც გაიტანა 106 მე მაქვს თავის დაზღვევის მიზნით მაინც გაიტანს უფრო მეც მაგრამ ეს უფრო სტატისტიკის მოყვარულთათვისაა მაგრამ აი მაგალითად ახლა ერთი წიგნის თავი მაქვს დასაწერი და
უნდა წარუადგინო ივნისის ბოლოს ესა ბლამსბერი ჰარტის საერთაშორისო გამოცემაში და ეხება საქართველოს პარლამენტის ნორმად შემოქმედებით პროცესზე საკონსტიტუციო კონტროლს და რამდენად ღირებულებით ასპექტზე რამდენად გადის საკონსტიტუციო სასამართლო როცა აფასებს თვითონ ნორმად შემოქმედებას არა უბრალოდ კანონს როგორც პროდუქტს არამედ როგორ მიიღეს ეს კანონი ამ პროცესსაც რამდენად აფასებს ამაზე მაგალითად ვიცი რომ მას შემდეგ რაც გავაგზავნი იქითა წლის გაზაფხულამდე გამოქვეყნებას არ უნდა ველოდო, იმიტომ რომ ამის შემდეგ მიდის რედაქტირების პროცესი, გიგონებენ უკავშირს, შემდეგ მიდის დაახლოებით კორექტურა, შემდეგ მიდის ესე დაკაბადონება და საბოლოო პროდუქტი მით უმეტეს საერთაშორისო გამოცემებში საკმაოდ აგვიანდება ხოლმე. ის კი არა ეს ერთ-ერთი ცნობილი გამოწვევაა საერთაშორისო, იმიტომ რომ პანდემიისას გაგზავნილი ზოგიერთი სტატია, მაგალითად, ჩემი კოლეგის დღემდე არ არის გამოქვეყნებული და რა თქმა უნდა, აქტუალობას კარგავს ახლა, სად იმ პერიოდის შეზღუდვა, სად იმ პერიოდის გამოწვევა და ჩატარებული კვლევა და სად იმ კვლევის ანდაობა 2026 წელს, ხო? ამიტომ ეს პრობლემა არის, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე, სადაც აკადემიაში ძალიან დიდი თანხაა, ძალიან დიდი ფინანსებია და ბუნებრივია, სადაც ფინანსებია იქ კონკურენციაც მეტია, დროც სხვა არის საჭირო და სხვა ბევრი გამოწვევაცა. დიმა, სამართალზე და მორალზე წერ ბევრს. ბევრს რა, წერ მოკლედ. აი, კამიუს უცხოზე გაქვს დაწერილი სტატია. კი ბატონო, აი რას ფიქრობ? მერსო დამნაშავე იყო, იმიტომ რომ დანაშაულით შეიდინა თუ იმის გამო ვინც იყო? ხო, ეგ რთული თემაა, იმიტომ რომ ხო იცი, როგორც იურისტებს ყველაზე მეტად აშინებენ მორალით, სიტყვა მორალით, ხო? იმდენად არ უყვარდათ იურისტებს სიტყვა მორალი და ეს მორალური ნაწილი, რომ ცალკე შეხვდები ძირითად უფლებაში შევნიღბეთ და სინდისის თავისუფლება დავარქვით, ხო? ეს რომ ძალიან სამართლებრივად ჟღერდეს და რა თქმა უნდა, მორალი და სამართალი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია და სამართლის სკოლების მიხედვით განსხვავებულად წარმოაჩენენ, მაგრამ აი რაც შეეხება მერსოს აქ რადგან სამართალი და ლიტერატურა ჩემი ერთ-ერთი კვლევის საგანია და იქ მორალს და სამართლიანობას ფიზიკურად ვერ აცდები და ვერ აული გვერდს მერსო რომანტიზებაც იურისტებს როგორც წესი არ გვიყვარს ხოლმე როცა დამნაშავეს რომანტიზება ხდება იმიტომ რომ ამას ვიცით რა შედეგები მოყვება პრევენციის და თამდევი მოვლენების სახით. მერსო რომ დამნაშავეა სამართლებრივი თვალსაზრისით ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მერსო დამნაშავეა და ადამიანი მოკლა და მოკლა თან არავითარ შემამსუბუქებელ გარემოებებში არ მოკლა ადამიანი და ამაზე დამნაშავე. მაგრამ წმინდა მორალური თვალსაზრისით და პროცესუალური თვალსაზრისით აქ მთავარი პრობლემა არის ის რომ მერსო ისჯება თუ არა იმის გამო რაც ჩაიდინა თუ ისჯება იმ წინარე განწყობისა და შექმნილი აზრის გამო რომელიც მისი დანაშაულის ან მისი პიროვნების მიმართ არსებობს იურისტებს პრობლემა არ აქვს როდესაც დანაშაულს განვიხილავთ და როდესაც დანაშაულთან მიმართებით სასჯელს ვაფასებთ იურისტებს პრობლემა გვაქვს მაშინ როდესაც თანმდევი არაიურიდიული ელემენტები შემოდის რომელიც უკვე გინდა თუ არ გინდა გავლენას ახდენს პირის დამნაშავეობაზეც და სასჯელზეც. მერსოს თავარი პრობლემა არის ის ნაწარმოებში რომ მას საზოგადოება არა სამართლებრივი კუთხით, არამედ სოციალური კუთხით აფასებს. აფასებს როგორც ადამიანს, აფასებს იმას, ამდენად უღირს მის გვერდით ცხოვრება თუ არა. რაც ახლაც ხდება. რა თქმა უნდა და ეს მარადული პრობლემაა. კამიუმ რაღაც სოციმედია იწინასწარმეთ ყველა რაღაც თავისი ყველა ფორმით. და სოციალური განწყობები ალბათ, იმიტომ რომ სოციალური განწყობა ფორმას იცვლის. შეიძლება ახლა უბრალოდ ეგრეთ წოდებული დაკანსელების პოლიტიკით დაგეკანსელონ, მაგალითად სოციალურ ქსელში და აგიგორონ ზოგჯერ სამართლიანად, ზოგჯერ უსამართლოდ ისეთი კამპანია, რომ სამოქალაქო სიკვდილი იყოს შენი განაჩენი, ასე ვთქვათ, რომ სამოქალაქო თვალსაზრისით მოკვდე და გაგრიყოს საზოგადოება. მაგრამ ფორმა შეიცვალა დღეს, მაგრამ არანაკლებ მტკივნეულია დღევანდელი ფორმა. შეიძლება გაცილებით მეტიც, იმიტომ რომ ცოცხალი რჩები, მაგრამ სამოქალაქო თვალსაზრისით ჩვენ უკვე არავინ არ ხარ, ხო? საერთაშორისო ამას იგივე ჰაქსლი ეხება ფანტასტიკურად თავის საოცარ ახალ სამყაროში, სადაც აი 1932 წელს იწინასწარმეტყველა მთელი ეს ალტერნატიული სოციალური ქსელები, რეალობა, დისტოპიის ის გავლენა, სადაც ფაქტობრივად კომფორტი
ფაქტობრივად ინფორმაცია, რომელიც გეძლევა, იმდენად ბევრი გაქვს, რომ შენ უკვე დეზინფორმაციის პრობლემა კი არა გაქვს. მისინფორმაციის პრობლემა გაქვს. ამ ინფორმაციიდან ვერ არჩევ რა არის მართალი და ფაქტობრივად წვეთ ამის გარჩევას და ნებდები რაღაც ინფორმაციის იმ მართულ ნაკადს, რომელსაც მიყვები. სამართალშიც იგივეა განსაკუთრებით პროცესებში, სადაც გინდა თუ არ გინდა, გიწევს გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი. იმიტომ რომ ახლა იზოლირებულები გაითვალისწინოს გააჩნია რა მიმართულებით. მან ყველაზე კარგი ინდიკატორი ალბათ არის ის ადამიანის უფლებების სასიკეთო. თუ შემოვიტანთ ამ პოზიტიურ ელემენტს, რომ კაი, სისხლის სამართალში არის დაზარალებული, არის ბრალდებული. აი მაგ რაც ბოლოს თქვი, მაგ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს? აქ სისხლის სამართალში მე მგონი ძალიან ბევრი არჩევანიც არ აქვს, იმის გამო რომ ვიღაც ყოველთვის დაზარალებული უნდა იყოს. გაცილებით მარტივია შემთხვევები და სამწუხაროდ ძალიან ცუდი ქართულ სამართლის კოდექსში, სადაც ვიცით რომ ხშირად არის ისეთი ქმედებები კრიმინალიზებული, რომელსაც დაზარალებული არ ყავს ფიზიკურად და არ შეიძლება ყავდეს, რაც ალბათ ტრაგედია და ყველაზე ნათლადაა საბჭოთა კავშირის გადმონაში, რომ ქმედებას ჩადიხარ, რომელსაც დაზარალებული არ ყავს, არც პოტენციური დაზარალებული, მოდი აღნიშნოთ რომ შეცდომა არ გამოგვივიდეს და ვინმე არ აღიქვას რომ მაინც ვიღაცა უნდა მოკლა ან ვიღაცას რაღაცა უნდა წაართვა. ანუ პოტენციური დაზარალებულიც არ ყავს, სუბიექტი არ ყავს. და ამ დროს მაინც ისჯები. ეს ყველაზე მარტივი გადასაწყვეტია ალბათ, ახლა ჩემი აზრით არ უნდა ისჯებოდეს და სიგიჟია ზიანის პრინციპს გავცდეთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში როცა კონკრეტული დაზარალებული ყავს, იმ დაზარალებულის ინტერესების დაურვებას და იმ დაზარალებულის ინტერესების დაკმაყოფილებას მაინც ვერ აცდები. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლემ მოექცეს ამის გავლენის ქვეშ. ყველაზე მთავარ შეცდომას მე მგონი რაშიც ვუშვებთ ჩვენ იურისტები, არასწორად ვაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას იმ არაჩვეულებრივი მიღწევის შესახებ, რასაც ქვია დაცვის უფლება. რას გულისხმობ ამაში? ამაში გულისხმობ იმას, რომ ხშირად მათ შორის სტუდენტებსაც უხსნიან, რომ ადამიანს ვიცავთ და ყველა ადამიანი იმსახურებს დაცვას. ესაა მთავარი პრინციპი, რომელსაც ყველაზე კარგად ადვოკატები ვიაზრებთ, მაგრამ ყველაზე ცუდად სამწუხაროდ საზოგადოება. იმიტომ რომ საზოგადოება კლავაც მარტივად манипуლირებადი შეიძლება გახდეს და მოწყვლადი ბევრი თემის მიმართ და წინარე განცდით უცებ შექმნილი ემოციური ფონის გამო შეიძლება ვიღაცა უკვე დამნაშავედ გამოაცხადოს. ეს ყველა საზოგადოების გამოწვევა. რაც გულისხმობ ამაში. ადამიანს ვიცავთ არა იმიტომ რომ ის ადამიანი დასაცავია. არამედ ადამიანს ვიცავთ იმიტომ რომ დავიცვათ საზოგადოებაც სხვა ადამიანებს. რაც გულისხმობ ამაში? გულისხმობ იმას, რომ ადამიანი იმსახურებს დაცვას, რომ საზოგადოება არ გაბოროტდეს. საზოგადოება არ დაეცეს დამნაშავის დონემდე. რომ ჩვენ არ ვუბიძგოთ ვინმეს თვითმსაჯულებისკენ, თვით იუსტიციისკენ, რაღაც ვენდეტა და სისხლის აღება და 1000 უბედურება არ დაბრუნდეს. ადამიანს მარტო იმიტომ კი არ ვიცავთ, თუნდაც მკვლელს, რომელიც აღიარებს მაგალითად დანაშაულს და ყველა ფაქტი ამაზე მიუთითებს. იმიტომ კი არ ვიცავთ, რომ სიამოვნებს მკვლელის დაცვა. იმიტომ ვიცავთ, რომ საზოგადოებაც დავიცვათ. საზოგადოება არ დაეშვას იმ დონემდე, რომ თავად არ მოუნდეს და მოინდომას ადამიანის გასამართლება. ანუ სინამდვილეში იურისტები ამ ბალანსს ვიცავთ. არ არსებობს პრაქტიკაში, როდესაც მიდის იურისტი, მე ყველაზე ნათლად ხვდება ამას და სტუდენტებსაც ამაზე ვაფრთხილებ ხოლმე. პრაქტიკაში გასვლის პირველივე დღეს ხვდები, რომ შავი და თეთრი ფერების გარდა უამრავი სხვა ფერი არსებობს. კი. ხშირად ორივე დამნაშავეა. ფანერი წარმოდგენაა. თქმა უნდა. მე მხოლოდ უდანაშაულოებს დავიცავ. რას ნიშნავს დამნაშავეობა? რას ნიშნავს უდანაშაულობა? ის ხო ვიღაცის ახლობელია, ის ხო ვიღაცის შვილია, ვიღაცის ძმა, ვიღაცის და ის ხო ვიღაცის ოჯახის წევრია. როგორც წესი ძალიან მარტივია უმრავლესობის პოზიციაზე დგომა. მოდი გავწიროთ ვიღაც ადამიანი და ახლა წარმოიდგინე რომ შენი ოჯახის წევრი იყოს. კი, ხვდები რომ ცუდი ჩაიდინა, ხვდები რომ მიზანმიმართულადაც გააკეთა ეს, მაგრამ იმ ემოციას და სიყვარულს ასუშვები, რომელიც შენ ადამიანთან გააქვს, ხო? შენ ხომ არ გესიამოვნებოდა, რომ შენი ოჯახის წევრი თუნდაც დამნაშავე გაეწირათ თავიდანვე, მისთვის ყოველგვარი უფლებები აეყარათ და მოქცეოდნენ როგორც ცხოველს, ან მოქცეოდნენ როგორც ნივთს, იმიტომ რომ ადამიანები შევთანხმდითო, ცხოველებიც კი აუცილებლად უნდა დავიცვათ იმავე მიზეზის გამო, რომ ჩვენ არ ვიქცეთ
არა ადამიანებად და ბოროტებად და სამწუხაროდ ამის იგნორირება ხდება და ალბათ ესეც იმ გამოწვევის ნაწილია რომ ადამიანი როგორც სამართლის უმთავრესი ღირებულება არ გვესმის ვიცით მაგრამ არ გვესმის იმიტომ რომ ცოდნას და აღიარებას და შემდეგ შენი ცხოვრების ნაწილად გცევა შორის დიდი განსხვავება მაგალითად ეს საუკეთესო მაგალითი ფეხბურთზე რადგანაც ვისაუბრეთ ხო და გაკვირვით ვახსენეთ ფეხბურთში არსებობს ცალკე საერთაშორისო ორგანიზაცია ფეხბურთის სტატისტიკის დამკვლელი ანუ FIFA-სთან არსებული სტატისტიკას ითვლის ოფიციალურად სტატისტიკის მიხედვით მაგალითად შეიძლება მოგიტანონ რიცხვებით რომ ეს კლუბი ან ეს ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები ან ეს კონკრეტული ფეხბურთელი არის საუკეთესო უფრო მეტიც რაღაც მომენტში შენც კი შეიძლება ხვდებოდე რომ ვიღაც არის საუკეთესო ან რომელიღაც კლუბი არის საუკეთესო მაგრამ შენ მაინც სხვა გიყვარს და სხვას ეტრფი იმიტომ რომ ემოციური კავშირი ეგრე არ მოდის მაგალითად შენ იცი რომ პირობითად ავიღოთ ლიონელ მესი ან კრიშტიანო რონალდო არ ვაწყენოთ არავის ან მარადონა ან პელე არის საუკეთესო და ეს არის საუკეთესო ამ კრიტერიუმებით მაგალითად ამდენი გოლით ამდენ კონტინენტზე დამყარებული რეკორდით ამდენი პასით და შემდეგ მაგრამ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანია მიუხედავად იმისა რომ იმდენი გოლი არ გაუტანია რამდენის თუნდაც მის თლად მისი პოზიცია აღარ არსებობს უკვე თანამედროვე ფეხბურთში მაგრამ თუნდაც მის პოზიციაზე ან მიახლოებულ პოზიციაზე მყოფი სხვა თანამედროვე ფეხბურთელი იტანს ხო მაგრამ ფსიქოემოციური კავშირით ის არის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი და ჩემი საყვარელი გუნდიც სხვა არის და თუნდაც შენი ავიღოთ ხო ამ შემთხვევაში 45-45 წელიწადში ერთხელ უნდა ელოდო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს შენ მოგწონს იმიტომ რომ ის შენია და ზუსტად ასევეა დამნაშავესთან ზუსტად ასეთვე ამიტომაცაა მორალი მოსაფრთხილებელი ინსტიტუტი იმიტომ რომ მორალი ხშირ შემთხვევაში რა არის მორალი რომელსაც უმრავლესობა ემხრობა ანუ კონვენციურ მორალი ხშირ შემთხვევაში აგრესიული უმცირესობის მიერ თავს მოხვეულ მორალად შეიძლება იქცეს. როდესაც უმრავლესობა უბრალოდ დუმილით ეთანხმება. როდესაც შენ ცდილობ რომ საზოგადოებრივი აზრი შექმნა, აგრესიულმა უმცირესობამ უმრავლესობის სახელით შეიძლება თავს მოგახვიოს რაღაც და ეს შემდგომ იქცეს ისეთად როგორც ჯერ არის, ისეთი როგორც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ვსაუბრობ, მაგრამ манипулირებადია. სიმართლეც манипулირებადია ეს მიდგომებიც. ამიტომ ამბობდა, ხო? ულპიანი ამბობს, რომ არის სამართალი. სამართალი ეს არის სიკეთისა და სამართლიანობის ხელოვნება. ხელოვნება რატო? იმიტომ რომ სიკეთეც და სამართლიანობაც შეფასებითი კატეგორიაა. და აი შეფასებითი კატეგორია არ უნდა იყოს მხოლოდ ვინმეს სუბიექტურობაზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, შეფასებითობა სუბიექტურობას გულისხმობს, მაგრამ კაცობრიობამ, ფილოსოფიამ, ლოგიკამ, სამართალმა ძალიან ბევრმა დარგმა მიაღწია იმ დონეს, განვითარების დონეს, ოდესაც რაღაცა კრიტერიუმების ობიექტივიზაცია შეიძლება. მაგრამ მთავარი ამოსავალი იდეით, რომ კი არ უბრალოდ ვიცოდეთ, არამედ გვჯეროდეს, რომ ადამიანი არის სამართლის უმთავრესი ღირებულება. მე მგონი ამას რომ დავიჯერებთ და დავიჯერებთ იურისტებიც მათ შორის. ძალიან ბევრი რამე დაალაგდებოდა და ძალიან ბევრი რამე დაალაგდება ალბათ მომავალშიც, იმიტომ რომ ეს არ მოდის ერთი და ორი თაობით, თუნდაც ეს მოდის გამუდმებით მუშაობით. დიმა და სად არის დაალაგებული, ანუ სად არის სამართლის ყველაზე კარგი სისტემა შენი აზრით? ან შეიძლება ვთქვათ თქვათ შეერთებული შტატების ფრანგული, ბრიტანული სიტყვაზე ვამბობ, მოდელი ავიღოთ და აქ იმუშაოს კარგად. ხო, აი ეს ძალიან საინტერესო თემაა, ზოგადად რაღაცის რეცეფცია და გადმოღება რა. ჩვენ ხო გონია რომ რაღაცა გამზადებული ფორმულები არსებობს და შეგვიძლია ავიღოთ და პირდაპირ დავნერგოთ რაღაც. არ ხდება ასე არც სისხლის სამართალში, არ ხდება არც სამართლის სხვა დარგებში, არ ხდება ასე არსად. და რა ილია ჭავჭავაძე ამბობდა საუკეთესო ფორმულას ალბათ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოცდილია, რომ ის რაც სხვაგან კარგია და მიღებულია, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოშიც გაამართლებს, რომ არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გადმოიღოთ. საჭიროა რა, მაგალითად აი ხშირად გვავიწყდება რა პრაქტიკული და უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოციოლოგიას და ანთროპოლოგიას. საზოგადოება და კულტურა იცოდე, რას მიიღებს და რას არ მიიღებს. მაგალითად, თუნდაც განვითარებული ქვეყნების მაგალითი ავიღოთ და სამართალი თუ სამართლის უზენაესობა თუ ეკონომიკა. ნორვეგია,
საფრანგეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია. ამ რომელიმე სახელმწიფოს სისტემის, სამართლის თუ ეკონომიკური მოდელის ავტომატურად განმოღებამ შეიძლება დაგაქციოს უბრალოდ. იმიტომ რომ თითოეული სახელმწიფო რა არის? შედეგია მისი წარსულის, მისი კულტურის, მისი გამოცდილების. მაგალითად, ათათურქის პერიოდში თურქეთის იუსტიციის მინისტრი იყო შვეიცარიული უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, გერმანული სისტემის არაჩვეულებრივი მცოდნე, უბადლო იურისტი. აიღო და შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსი გადმოთარგმნა თურქულად და დაამტკიცა. კინაღამ მეორე რევოლუცია მიიღეს. რატომ? იმიტომ რომ ოსმალური წესწყობილებიდან ეგრევე შვეიცარიულ გერმანულ მოდელზე გადასვლა, სამოქალაქო კოდექსი თან საოჯახო სამართალში გადასვლა იყო კატასტროფა, არავინ არ მიიღო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავს მოუხოვულია, ხელოვნურია. როგორც მაგალითად ნორვეგიული სისტემა, რომელიც აბსოლუტურად თვითმყოფადი, ან შვეიცარია, რომელიც 6 საუკუნე ასე ცხოვრობს, აიღო და თუნდაც გაერთიანებულ სამეფოში გადაიტანა შვეიცარიის მოდელი, კატასტროფა. საოცრებას მივიღებთ. ზუსტად ასევე რაღაცა პირდაპირ არ შეიძლება, მაგრამ არის აი შაიო ამბობს კონსტიტუციონალიზმის შესაძლებლობაში, რომ კონსტიტუციონალიზმი არის გამოცდილებით სავსეს კივრი. ოღონდ ამ გამოცდილებებიდან უნდა შეარჩიო, რომელი არის შენთვის უფრო ადეკვატური და სწორი. ის რომ მაგალითად სისხლის სამართლის პროცესს ჩვენ ვეძახით ამერიკულ მოდელს საქართველოში, ხო? საშუალო სტატისტიკურ ამერიკელმა იურისტმა რო წაიყოს, გული გაუსკდება. იმიტომ მე ჩემთვის უკითხავთ, მაგალითად ატლანტაში რამდენ დაახლოებით 8 მოსამართლესთან მქონდა შეხვედრა, რომლებიც ჩამოვიდნენ იმ კონკრეტულ შეხვედრისთვის ატლანტის გარეუბნებიდან, პატარ-პატარა ქალაქებიდან მოსამართლეები. და ამ მოსამართლეთაგან ერთ-ერთმა მკითხა, ისეთი მკითხვა დამისვა, რომ დღემდე გაოცებული ვარ, წაუკითხავს საქართველოს საპროცესო კოდექსის ინგლისურენოვანი თარგმანი. ნუ პირველი მკითხა რომ რამცა გაგითხა, რა გინდა ამერიკაში საქართველოს საპროცესო პროცესის თარგმანი ინგლისურენოვანი. მეორე მკითხა გენიალური მკითხვა. ანუ აქ რაც წერიაო მართლა ამ ხელოვნებამოსილება აქვსო ბრალდების მხარესო და კი მე ვთხარი რომ პროკურორის დისკრეცია კლასიკური რაღაცა და არა ეგო გასაგებია ყველაფერიო მაგრამ შეერთებულ შტატებში მაგასო სასამართლო აბალანსებსო და დაცვის მხარის ფუნქციებიო და პლუს ნაფიცაჯულთა სასამართლოო და თან იმ პერიოდში ახლა მხოლოდ რაღაც შერჩევით დანაშაულებზე იყო ნაფიცაჯულები და რა მხოლოდ ორივე მხარე უნდა ძალიან ანუ დღესაც არა მაინც კარგად მოწესრიგებული მაგრამ ნუ იმასთან შედარებით კიდევ უფრო გაფართოვდა წვე ჩვენ პროცესზე ამბობ? კი ჩვენს პროცესზე და მე დაფიქრდი და მართლა ეგრეა რა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სადაც ეს პოსტს გაგრძელდა სადაც ფაქტობრივად ბრალდების მხარე შეიძლება აღქმული იყოს როგორც ღმერთი პროცესში და ყველა საპროცესო ინსტრუმენტი ეპყრას შეიძლება პრაქტიკაში არა მაგრამ ეს ხო აღქმის დონეა ხო ახლა ბრალდებულს ვერ ასწავლი საპროცესო კანონმდებლობას და ბრალდებულს ვერ გააცნობ რომ გინდა თუ არა ის რომ ბრალს გდებს და ამხელა ძალაუფლება აქვს ამის დასაბალანსებლად შეიძლება რაღაცები მოიძიოს და მე რო დავფიქრდი კი ბევრი ამე აღქმის ამბავია ბევრი ამე კი სხვა არის იმიტომ რომ ახლა თავარი განსხვავება ელემენტარულად შეერთებულ შტატების სისამართლეს პროცესში პროკურორი არ აგროვებს მტკიცებულებებს და პროკურორს უბრალოდ გამზადებული საქმე, მაგრამ უკვე იურიდიულად გარდაქმნილი მიაქვს პროცესში. ეს ნიუანსი, რომელიც ვითომ არაფერი არა, იმხელა განსხვავება, რომ პროკურორი პასუხს არ აგებს იმ მტკიცებულებებზე, თავისი კარიერით, იმის გამო რომ ის მტკიცებულებები მას არ მოუპოვებია, ეს იმხელა განსხვავება, რომ აყირავებს აღქმას. და ეგ იცი მე რასაკეთებს, რატომ არის ეგ სისტემა კარგი? თუ გამოუძიებელი მოუტანს გაფუჭებულ საქმეს, გამოუძიებელ საქმეს, გაყალბებულ საქმეს, როგორც მოვა, ისე გაუშვებს უკან. აბსოლუტურად. გამყარებულ საქმე, თუ საქმე არ არის გამყარებული, არ მიაქვს სასამართლოში. იმიტომ მისი კარიერა ამაზე დამოკიდებული და მან რატო უნდა აგოს პასუხი სხვის გაფუჭებულ საქმეზე. არ უღირს ელემენტარულად. თან არ დაგონდეს შეერთებულ შტატებში ამ შემთხვევაში შტატის პროკურორები არჩევითი თანამდებობაა და ასეთ ფაქტებს თუ დაუგროვებენ თავისუფლ იურისტთა ასოციაციაში პასუხს აგებს და აგებს ამორჩევის წინაშე პასუხს. იმიტომ რომ პატარა ოლქებია და იმ ოლქში შენ საღამოს უნდა გაიარო ქუჩაში და მეზობლებთანაც კონდეს ურთიერთობა და შეინარჩუნო ყოველდღიურად რაღაცა. ახლა წარმოიდგინეთ პატარა ქალაქი რო ავიღოთ და იგივე გააკეთოს თუნდაც საქართველოში ვინმემ, ხო?
ძალიან რთულია მე იმ ქალაქში ცხოვრება 10,000-იანი როცაა და 5,000-იანი დაბა და სოფელი უნდა გაგესრულებოდეს მინიმუმ. კაი, მაშინ ასეთ რაღაცას კითხო. ბავშვობაში მახსოვს რაღაც დავიკითხე თუ მოვისმენე რომ ესპანეთის თუ საფრანგეთის რომელიღაცა მინისტრი სამსახურეობრივი მანქანით იყო სადღაც დასასვენებლად წასული. აქ სამსახურეობრივი მანქანიც კი არა, არ ვიცი, რა უნდა გააკეთო, რომ შენ პოლიტიკურ კარიერას მაგალითად რაღაცა ჯვარი დაესვას, ხო? რატომ არის აქ ეგრე? ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების განვითარებასა და იმაზე თუ რამდენად ანგარიშვალდებულად მიიჩნევენ პოლიტიკოსები საზოგადოების წინაშე თავს. საქართველოში არ მიიჩნევენ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ უმთავრესი აქ არის ის რომ მათ არ აქვთ აღქმული ეს და ალბათ ამ შემთხვევაში რთულია რომ არ დაეთანხმო რომ მათი ძალაუფლების და ლეგიტიმაციის წყარო არ არის ხშირად ხალხი. ანუ ისინი დამნიშნავის წინაშე უფრო აგებენ პასუხს ვიდრე იმ დამნიშნავის თავარი წყაროს წინაშე. ეს დემოკრატიის პრობლემაა და აი წინა კითხვას რომ დაუბრუნდეთ სად არის უკეთესი მოდელი? არ დავასახელებდი სახელმწიფოს, იმიტომ რომ მე მაგალითად გემოვნების თვალსაზრისით ყველა სხვადასხვა ელემენტი სხვადასხვა სახელმწიფოსი მომწონს, ხო? მაგრამ ესეც არაა რაღაც პანაცეა, რომ აუცილებლად აქ გამართლებს და იმუშავებს. დაუბრუნდეთ კლასიკოს რა, ყოველთვის მიყვარს მონტესკიეს ამ სიტყვის და ამ წინადადების მოშველიება რა. საუკეთესო მოდელი არის იქ, საუკეთესო მართლობა და სამართალი არის იქ, სადაც ადამიანს არ ეშინია ადამიანის. თავარი ფორმულა. ყველა სახელმწიფო განსხვავდება პოლიტიკური გემოვნებით, სოფხედველობით, ისტორიით, კულტურით, ტრადიციით, მიდგომებით. თავარია იმ სახელმწიფოში თუ არ გეშინია ადამიანს, ვიღაცა უსამართლოდ დაგჭის, ვიღაც სახელმწიფოს წარმოადგენელი იქნება თუ რიგითი ადამიანი მოვა და რაღაცას დაგიშავებს, მინიმუმ იმედი მაინც უნდა გქონდეს, რომ თუ რაღაცას დაგიშავებს, წახვალ სასამართლოში და უფლებას დაიცავ. იმიტომ ვერავინ ვერ გამორიცხავს, ყველგან ადამიანები არიან. ბრიყვი ადამიანები და უპასუხისმგებლო ადამიანები ყველგან არსებობენ. უბრალოდ უნდა გქონდეს ადგილი, სადაც მიხვალ და თავს დაიცავ და იმას გაამტყუნებენ. შენ კიდევ ნდობა გექნება იმ სისტემის მიმართ. ესაა ყველაზე მთავარი და სამწუხაროდ მე ხელზე დაიხვევენ ხოლმე, ხო, ცუდ მაგალითებს კარგი სახელმწიფოებიდან, აი რაღაც შეერთებული შტატებიდან და ცუდი ეგ არ მიყვარს ეგეთი საფრანგეთიდან თუ დანიიდან თუ ასე შენ იცი შეერთებულ შტატებში რა ხდება? რა ხდება? იქაც ადამიანები არიან. შენნაირი ადამიანები არიან და შენ რომ გაგიგია ცუდი ამბავი, სადაც ადამიანმა მოკლა ადამიანიან დააყაჩაღა რა ის რო ხდება ამის გამო ცუდი ქვეყანა გახდი მაინც და მაინც ისე გინდა ხდებოდეს როგორც პარიზში ხდება? აი რაცა და პარიზში რა ცუდის გარდა კარგიც ხდება რა ვიღაცას შრომა დაუფასა რატო უბრალოდ ცუდი ამბები ვრცელდება და შენ ცუდზე ნუ იქნები კონცენტრირებული მიამიტობა იმის რწმენა რომ შევქმნით სისტემას დედამიწაზე სადაც არც დანაშაული იქნება. ყველა კარგი ადამიანი იქნება და შენ გამორიცხულია ასეთი რამ. ფიზიკურად არსებობს. აი ესეთი კითხვა. სადაც ადამიანს არ ეშინია. საუბრობ დემოკრატიაზე, ხო? ანუ და ეს დემოკრატია საუკეთესო სისტემაა თუ ყველაზე ნაკლებად ცუდია. აი მაგალითად ეხა აი ესეთი არგუმენტი შეიძლება მოიყვანოს ვიღაცა. კადაფი. იყო ლიბიის პრეზიდენტი, ხო? და არის ვიდეოები, სტატიები, რომ რა კარგი ქვეყანა იყო კადაფი. ადამიანის უფლებების მხრივ არა. მაგრამ ხალხი კარგად ცხოვრობდა, განათლება იყო უფასო, რაღაცა სახლს ჩუქნიდნენ, ახლად დაქორწინებულებს ბავშვებს საზღვარგარეთ უშვებდნენ სასწავლებლად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წყალი უფასო, დენი უფასო, ბენზინი უფასო. გაზი 5 თეთრ. ხო. შემდეგ მოკლეს კადაფი და ქვეყანა დაიშალა, დაინგრა. ახლა ესეთი კითხვა. აი მაგალითად ისეთ ქვეყანაში აი რაღაც კითხვები მინდა გავაერთიანო. აი ლიბიის მაგალითი მოვიყვანე. ჩვენი მაგალითი ავიღოთ და სულ მომყავს კიდე ესპანეთის მაგალითი. ესპანეთს ყავდა დიქტატორი ფრანკო, რომელმაც სამოქალაქო ომში კომუნისტების სისხლში ჩაახშო. იყო მეორე მსოფლიო ომში არ ჩაერთო, ამის გამო არ შეეხნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სიცოცხლის ბოლომდე მართავდა ქვეყანას და იყო დიქტატურა. კი, ნამდვილად. რო გარდაიცვალა ეს ქვეყანა ძალიან მალე გახდა
დემოკრატიული ქვეყანა. კი. ეხლა მითხარი, როგორ მუშაობს დემოკრატია? ყველგანი მუშავებს? ეს ძალიან საინტერესო კითხვა და ძალიან ესეთი სიღრმისეული და ბევრშრიანი. საუკეთესო ინდიკატორი იმისათვის, რომ დემოკრატია მუშაობს, არის ტესტი. როდესაც წარმოიდგენ ოჯახთან ერთად, სად ისურვებდი დასვენებას, რატომღაც არავის არ უნდა არადემოკრატიულ ქვეყანაში დასვენო. საუკეთესო ტესტია. აჰა. ხო, ანუ ლიბიაში ისურვებდი თუ არა დასვენო? არა, რა თქმა უნდა. გინა ესპანეთში დაისვენო, მალაგაზე წამოკოტრიალდი, ასე ვთქვათ და მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად არაჩვეულებრივი დასასვენებელი ადგილებია არადემოკრატიულ ქვეყნებშიც, მაქსიმალურად რატომ? იმიტომ რომ გეშინია საკუთარი სიცოცხლის და ყველაზე მთავარი რაც მოაქვს დემოკრატიას და ზოგადად სამართლის უზენაესობას. გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა. შენ იცი რომ თუ რამეს არ ჩაიდენ ცუდი არ დაგემართება სამართლებრივი თვალსაზრისით. ხო, მაგრამ აი მაგალითად საუდის არაბეთში, ყატარში, დუბაიში, იქაც არაფერი არ დაგემართება. პირიქით ანუ დამნაშავეების მიმართ. ბოლომდე დაწუნებულიც ვერ იქნება. არა, ანუ იმას ვამბობ, რომ თუ არ დააშავებ, იქაც პირიქით მოდი. კი, ეს უკვე დასვენების კუთხით და შეგიქმნით კომფორტს, ოღონდ კარგად და ამას ხელოვნურობა ყოველთვის თანსდევს. გინდა თუ არ გინდა. ეს ხელოვნურობაა და ამ შემთხვევაში ეს უკვე ტურისტზე გართულილია. მაგრამ ნუ ეს მაგალითი მხოლოდ დასასვენებლად არ მომიყვანია. მომიყვანე მათ შორის არჩევანი რო გქონდეს, სად იცხოვრებდი, სად ხანგრძლივად დაფუძნებოდი შვილს, სად გაუშვებდი სასწავლებლად და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ფაქტორია, რომელიც დაცულობას გულისხმობს, ხო? თორემ ახლა არადემოკრატიული სახელმწიფოებია, რომელსაც ისეთი მკაცრი სასჯელები აქვს, დანაშაულის დონე ფაქტობრივად ნულსაა მიახლოებული, ხო? მაგრამ უბრალოდ დანაშაულის დონე და კრიმინალოგენური სიტუაცია ხო არ წყვეტს უსაფრთხოდ ყოფნას სახელმწიფოში და ბედნიერად ყოფნას მათ შორის. დემოკრატიის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უამრავი გამოწვევა აქვს, მაგრამ დემოკრატია ყოველთვის ამართლებს და რა გაგებით? დემოკრატია ამართლებს თუ კი ეს დაფუძნებულია სამართლის უზენაესობაზე. ეს უკვე განცალკევება ამის შეუძლებელია და მაინც უმრავლესობის მმართველობა არ უნდა აღვიქვათ. დემოკრატია ათენის მსგავსად, ახლა მას შემდეგ კაცობრიობა განვითარდა უმცირესობის უფლებების დაცვით. ეს არის დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, გამჭვირვალობა, დამოუკიდებელი სასამართლო წინასწარ ასე ვთქვათ, განზრახულობა და გამჭვირვალობა, რომ მე არაფერი მომივა, არაფერი მოუვა ჩემს საკუთრებას მათ შორის და შემდეგ, ანუ ადამიანი დაცულია, ეს ძალიან ბევრ რამეს წყვეტს. და დემოკრატიულობა კიდევ, რა თქმა უნდა, გამოწვევა უამრავი აქვს, იმიტომ რომ ადამიანი შექმნილი ფორმაა. ადამიანი შექმნილი ვერ იქნება სრულყოფილი, იმიტომ რომ ადამიანებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა და ჩვენ კიდევ ვერ შევძლებთ რომ ადამიანები რობოტებად ვაქციოთ. ანუ შეიძლება შევძლოთ, მაგრამ არ უნდა გავაკეთოთ. იმიტომ რომ კი ადამიანი მათ შორის აი საუკეთესო მაგალითია დემოკრატიაზე, რაც შეიძლება ალბათ დავასახელოთ, მშობლის და შვილის მაგალითი. ყველა მშობელს უნდა შვილი გაიზარდოს ისე, როგორც მას წარმოუდგენია. მადლობა ღმერთს, შვილი არასდროს არ გაიზრდება ისეთი, როგორც მშობელს წარმოუდგენია. და მადლობა ღმერთს, რომ ის უნდა იყოს ისეთი, როგორც მას წარმოუდგენია. იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ, რაც დაგვაკლდა, რაც პრობლემა გქონია, რაც გამოწვევა გქონია, ეს გამოცდილება გავუზიაროთ წინსწრებად, რომ მას იგივე პრობლემა არ შეექმნას. მაგრამ გვაუწყდება ერთი მთავარი რამ. ის პრობლემები თუ არ შეექმნა, მოუმზადებელი იქნება ცხოვრებისთვის. ხო, ეგ ცოტა ძნელია თანამედროვე ეპოქაში. ძალიან, რაც უფრო მე რომ ახსენდება, სად დავდიოდი, რას ვაკეთებდი და როგორ ვიქცეოდი და რომ ვიფიქრო, რომ ჩემი შვილიც იგივეს გააკეთებს, გული მისკდება. აბსოლუტურად მაგრამ ეს თითქოს ფიქრობ იმაზე, რომ ანუ სოციალური ქსელების ბრალიც არის. აი საფრთხეს თითქოს ვერ აღიქვავდა მაშინ მიუხედავად ბნელი 90-იანებისა, მშობლებს ბავშვების გარეთ გაშვების არ ეშინოდათ. დღეს ეშინიათ. და აი ბავშვებზე ხა რაც შენ ილაპარაკე. შენმა შემო რო გითხრას რომ უნივერსიტეტში ჩაბარება არ მინდაო. რა რეაქცია გექნება? რეაქცია მექნება ძალიან ძიმე და არ მომეწონება, ბუნებრივია, მაგრამ პრაქტიკაში ხვდები სტუდენტებთან ურთიერთობისაცაც, რომ ჯობია შესწავლა დაუშვას ადამიანმა და ამ შესწავლაზე ისწავლოს. მაინც ერთი წელი დაგაგოს ორი წელი. ვიდრე შენ გადანაშაულებდეს ამ რაღაცის ჩაუდენლობაში. იმდენად დიდია წარუმატებლობის ტვირთი
და იმდენად მძიმეა სხვის წარმატებასა თუ წარმატებლობაზე პასუხისმგებლობის აღება, რომ არ მომეწონება ყველანაირად შევეცდები რომ გადავაფიქრებინო, ბუნებრივია, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება არის რწმენა იმისა, რომ განათლება აკეთილშობილებს ადამიანს განათლება და არა უბრალოდ ცოდნა. განათლება და ის რომ განათლება ხსნის უამრავ გზას, მის უმეტეს ჩვენაირ ქვეყანაში, სადაც ფორმალურად დიპლომის არარსებობაც კი შეიძლება რიგითი ადამიანისთვის დაბრკოლებად იქცეს. ხო, მე იმიტომ რომ ჯერა მწამს ამის, თუმცა ჯერა და მწამს იმისაც რომ თაობიდან თაობამდე სხვადასხვა გამოწვევა აქვს ადამიანს, აბსოლუტურად სხვა. არცეც არ გვინდა რომ შვილებმა გაიარონ ის გზა, რაც 90-იანებში გაგვივლია. მათ შორის არცეც არ გვინდა რომ ჩვენი შვილები იყოს სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ან თვითონ ჩამდენი, ხო? მაგრამ რეალობას თვალებში უნდა გავუსწოროთ, რომ ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან რომ დაჩაგრონ სხვები. აბა რატო იწყება ომები, რატო ჩადიან დანაშაულს? ჩვენი მთავარი საქმეა არა მხოლოდ როგორ მშობლის, არამედ როგორც პროფესიონალის, დარგის მიუხედავად, მით უმეტეს როგორც ლექტორის, მოვამზადოთ ადამიანები გამოწვევების მიმართ. საუკეთესო მაგალითი, ხშირად ატყუებენ უნივერსიტეტებში სტუდენტებს, რომ მათ რაღაცა სფეროს ასწავლებენ. სამართალი ავიღოთ ამ შემთხვევაში, სამართალს ასწავლენ. ბევრ რამეს ატყუებენ უნივერსიტეტებში. სამწუხაროდ, კი, ალბათ კი, იმიტომ რომ ადამიანები საკუთარ თავს ატყუებენ და ამიტომ ატყუებენ სხვებსაც. არ უთხრდებიან რაღაცებში საკუთარ თავს და შეიძლება წინასწარ განუზრახველად. უბრალოდ გამოსდით ტყუილიც ალბათ უფრო მკაცრიცება, ალბათ შეუსაბამო ინფორმაციის, არაადეკვატური ან აცდენილი ინფორმაციის მიწოდება. სამართალს ვასწავლით სტუდენტებს. ესო ტყუილია სამართალს ვერ ისწავლ. სამართალი არ ცხოვრება. ქცევის წესებს რაც უკავშირდება, სამართალს ისწავლე ქუჩაში რომ გახვალ, სასამართლო დარბაზში რომ მიხვალ, ხელშეკრულებას რომ დადებ, ვიღაცა დამნაშავესთან ან ბრალდებულთან რომ მოგიწევს ურთიერთობა. სამართალი არის ცხოვრება. ჩვენ უბრალოდ ვაწვდით ინფორმაციას სამართლის შესახებ და ჩვენი მთავარი მოვალეობა რა არის? მოვამზადოთ სამართალთან პირველი შეხებისთანავე ადამიანი არ დაიბნეს და იყოს ადეკვატურად განწყობილი გამოწვევების მიმართ. სამწუხაროდ ეს გვავიწყდება და სამწუხაროდ მე იგივე რომ პრაქტიკულ საგნებს, პრაქტიკულ ინფორმაციას არა მარტო სამართალში. ასავლიან ადამიანები, რომელსაც არა მხოლოდ პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თვითონ ერთი დღე არ ყოფილან პრაქტიკაში. არ ვსაუბრობ ფუნდამენტურ დარგებზე, ფუნდამენტურ დარგებზე პრობლემა არ არის. პრაქტიკას თუ ასწავლი და პრაქტიკულ ინფორმაციას აწვდი სტუდენტს, მინიმუმ შენ უნდა გქონდეს ეს ინფორმაცია. თუ თავად არ მიგიღი ამაში მონაწილეობა, იმდენი უნდა იცოდე და იმდენი ურთიერთობა უნდა გქონდეს პრაქტიკოსებთან, რომ ცოდნის გაზიარება სიყალბეს არ დაეწევს. როგორ ახერხებენ? აი მე ვიცი შენი ბევრი სტატუსი წამიკითხავს ამასთან დაკავშირებით. ბევრი რა, სტატუსები წამიკითხავს. არის მოთხოვნა და მიწოდება თუ რაშია საქმე? ანუ დარწმუნებული ვარ ადამიანები, რომლებსაც არ აქვს არანაირი გამოცდილება, კითხულობენ პროცესს. კი, პრაქტიკულ საგნებს. ხო, პრაქტიკულ საგნებს, მაგრამ ყავთ მსმენელი. და ყოველთვის ეყოლებათ. იმიტომ რომ კონკურენცია დიდია, ბაზარი ამ შემთხვევაში მოითხოვს შესაბამისად. შეიძლება რომ ბოდიში რომ შეგაწყვეტინე, ანუ ჩვენ სფეროში გაყიდო პროდუქტი, რომლის ასეც არა ხარ? თავისუფლად. მარკეტინგი ყველგან მოქმედებს, მათ შორის არაკეთილსინდისიერი მარკეტინგიც ყველგან მოქმედებს. ესე გამოდის ის მეგრული რო ასწავლა ჩვენ მაქართველმა. იმან ასწავლა მაინც რამე და მინიმუმ სამეგრელოში მაინც გამოიყენებდა. ან სამეგრელოს პარკლებს გარეთაც სადაც მეგრელები ვართ და გვესმის მეგრული, ხო? ის უფრო პრაქტიკული იყო, ვიდრე ხშირ შემთხვევაში რაღაც ენა მაინც ასწავლა, ხო? კი. ძალიან ჩაულებრივად, ალბათ და გეტყვი რატომ. ჩემი აზრით ეს ყველაფერი არის არაჯანსაღი კონკურენციის შედეგი. როდესაც მაგალითად ღიად ვთქვათ, კონკრეტული უნივერსიტეტების პროგრამებსა და მათ ლექტორებს გაცილებით მკაცრად აფასებენ, ხოლო ზოგიერთისას გაცილებით იოლად. ანუ მარტივად ვთქვათ, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს, მაგრამ საქმეზე რომ მიდგეს, მინდორში ხარი გამოგადგება და არა იუპიტერი. გასაგებია, დიმა ცოტა რომ ვისაუბროთ კონსტიტუციაზე, ძალიან ცოტა. ვისაუბრობთ, ძიმე თემაა, მაგრამ ვისაუბროთ. გესმის ამ საკითხშიც ეს საკითხიც კარგად გესმის მოკლედ და ჩვენი კონსტიტუცია თავარი კანონია თუ უბრალოდ ლამაზი სიტყვებით დაწერილი კანონი, რომელსაც ძლიერი ადამიანები იყენებენ სათავისოდ.
ალბათ სადღაც შუაში. იმიტომ რომ თლად ლამაზი სიტყვებითაც არა დაწერილი. ფორმატს პრობლემაა, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც მგონია რომ არის იურისტების ისე ამაზე ბევრჯერ მისაუბრია და ყოველთვის ვისაუბრებ იურისტების ღმერთის კომპლექსი, რომ გონია ყველაფერი შეგვიძლია გადავწყვიტოთ ნორმით, მოწესრიგებით, რეგულირებით და ყველას ესაკერია პირზე. არ არის ასე, ყველამ კარგად ვიცით. სამართლის მთავარი მახასიათებელი უნდა იყოს ის, რომ მოქმედებდეს. სამართალი უნდა არ უნდა ცვალო კონსტიტუცია ხშირად? თუ გინდა ცვალე, თუ ეს საზოგადოების დაკვეთაა და საზოგადოება ამას მიიღებს. გვავიწყდება სამართლის სოციალური ეფექტი, რომ ამ ნორმამ უნდა იმოქმედოს, საზოგადოებაში უნდა იმოქმედოს. ძალიან ბევრი დაუწერელი ნორმაა, რომელიც საზოგადოებას სავალდებულო წესის სახით აქვს დღემდე დაწესებული. ისე რომ არსად ასახვა არ პოვა ამ ნორმამ. ძალიან ბევრი გვაქვს პრაქტიკაში ნორმა, რომელიც მივიღეთ, მაგრამ არავინ ასრულებს. მაგალითად, საქართველოში გვაქვს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამკურნალო დიეტების შესახებ წესი არსებობს, ხაშის, ჩიხერთმისა და არტალის რეცეპტი არის დამტკიცებული ნორმატიული აქტით. ძალიან მივბაძეთ გერმანელებს ინსტრუქციების, ასე ვთქვათ, განორმატიულებაში. ხო, ახლა ვერ დავიჯერებო ვინმე, ვისაც მათ შორის სამკურნალო დიეტის პრობლემით ხაში დაუწესეს, მიდის და ამოწმებს, ასე ვთქვათ, დიეტოლოგი ან თუნდაც შეფი შებზარეული ნორმატიულ რეგულირებას ამ პროდუქტს. არ არსებობს ასეთი, ამიტომ ყველა ამ ვიცი და თავს ვიტყვეთ, რომ ეს თითქოს ნორმატიული აქტია. კონსტიტუცია მოქმედებს მაშინ, როდესაც იგი რეალურად მიემართება ხალხს. აქვს გამაერთიანებელი ფუნქცია. საზოგადოებას აერთიანებს და თანხმდებით, რომ რაღაცა წესი უნდა იყოს ისეთი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდებით და რომელსაც ჩვენ დავიცავთ. კონსტიტუციის მოცულობას კი არ აქვს მნიშვნელობა. აქვს კონსტიტუციისადმი პატივისცემას მნიშვნელობა. თორემ შეერთებული შტატების კონსტიტუცია ოფიციალურად 7 მუხლიანია, კი დიდი მუხლებია და მე 27 შესწორება აქვს. იგივე პოლონეთის კონსტიტუცია 200 მუხლზე მეტია თითქმის, რაც საფრანგეთის კონსტიტუცია ნაკლები, ბევრნაირი არსებობს. თავარია კონსტიტუცია იყოს მორგებული საზოგადოებაზე, კონსტიტუცია იყოს მორგებული ხალხზე და იყოს მისი აი სამართლის ისტორიული სკოლის ეს გერმანული ლეგენდარული სკოლა 19 საუკუნის მისი სიტყვების ალუზიით რომ ვთქვათ ხალხის სულის გამოძახილი. კარგია, ცუდია, შენია, შენზე მორგებული. და ერთი რამ გვავიზდება აი დემოკრატიაზე საუბრისას, აი გინდათ რომ ამ საშუალო სტატისტიკურმა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი და რაღაცა სნობურად კი მინდა. იმიტომ რომ თუ იმ საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველს რაღაცის შიში აქვს, თუ მას რაღაცის ეშინია, თუნდაც არაცნობიერის და თუნდაც ბევრი რამ უაზრო შიში აქვს, რომელიც სასაცილოდ შეიძლება არ იყოს ვიღაცას. კი, უნდა დახვიდე, უნდა გააჩანსახო, უნდა ასწავლო და კრებსითად თუ კი მართლა ხალხი წყვეც. კრებსითად იმ ხალხის არჩევანიც უნდა მიიღო. თავარი აღრა პრობლემა, მართლა ხალხი წყვეც, მართლა მონაწილეობს, მართლა მისი აზრია. ამაზე ვერ ვთანხმდებით და ეს არის ფუნდამენტური განსხვავება, თორემ საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ხალხს ზემოდან არასდროს არ უნდა დააცხადე. ძალიან ბევრ პრობლემაზე, როდესაც ვწერ, ვსაუბრობ, სტუდენტებსაც ვესაუბრები, ვცდილობ, რამდენად გამოდის, არ ვიცი, ვცდილობ ყოველთვის ვთქვა არა გარე დამკვირვებლის პერსპექტივიდან, არამედ ამაში მონაწილის პერსპექტივიდან. თუ გვაქვს პრობლემა, ჩემ პრობლემაცაა. მე ზემოდან კარგი, თქვენ ცუდი, ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რომელიც არასდროს შედეგამდე არ მიგვიყვანს. მე ვფიქრობ, რომ იურისტებისაც, პოლიტიკოსებისაც და ყველა სფეროს პრობლემა ხშირად ჩვენს ქვეყანაში უფრო ესაა. გარედან, ზემოდან ვაკვირდებით ვიღაცებს. რატო ვაკვირდები ზემოდან? იმათთან არ გიწევს ურთიერთობა. მართლმსაჯულების პრობლემებზე როდესაც საუბრობ. რატო საუბრობ? იმიტომ რომ დასინი თუ იმიტომ რომ შენს გიწევს მათთან ურთიერთობა და არ გინდა რომ ასეთი გქონდეს. გინდა რომ როდესაც საქმეს მოამზადებ და წახვალ სასამართლოში, პროგნოზირებადი იყოს მართლმსაჯულება. მინდა და არა იმიტომ რომ კონკრეტული მოსამართლე მოგწონს თუ არა. რატო უნდა იყო გამართლებაზე, რომ აი თუ ამ მოსამართლესთან მოხდა საქმე, ესე იგი სამართლიანად განხილავს. რატომ? მე როდესაც ვამზადებ, მინდა რომ სისტემა იყოს სამართლიანი, სადაც არ დავიჩაგრები, ჩემი კლიენტი და წარმოდგენილი არ დაიჩაგრება. ეს ხო არა, რაღაცა აი
სასამართლო ცუდია, მოდი მე ზემოდან ვაკვირდები. რატო? ყველაზე ხშირად ალბათ ჩვენს კოლეგებზე უხსმენია ესეთ, რომ კატასტროფაა ადვოკატების დიდი ნაწილი და რა. თუ კატასტროფაა, მეც იმ კატასტროფის ნაწილი ვარ, რა. ვიღაცა კარგია, ვიღაცა ცუდია. კრებსითად გაჯანსაღება გინდა? ნუ დაიწყებ მარტო ცუდის გამოსწორებით. მოდი, კარგებით ჩართე საქმეში, შენ ვინც გონია. ან შენ თუ ხარ კარგი, ზემოდან რატო უყურებს სხვებს? მიდი ესაუბრე, შეასმინე რამე, რატო გონია რომ არ მიიღებენ? აჰა, ესე იგი შენ არ გინდა რომ მათ გაერიო. მე მგონი ყველა დიდი პრობლემა ეგ არის ყველა სფეროში ჩვენთან. ძალიან საინტერესოა. ახლა კიდე ესეთი რაღაცაზე რო ვისაუბროთ, დიმა. ეკლესია, სეკულარული სახელმწიფო, სადოქტორო გაქვს ამ თემაზე დაწერილი. რა მაინტერესებს? შეიძლება რომ ქვეყანაში, სადაც 90% არის მორწმუნე, ქვეყანა იყოს ბოლომდე სეკულარული და სადგარდის ზღვარი რწმენის თავისუფლებასა და სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს შორის, ასე ვთქვათ. კი ბატონო. მოდი ასე ვთქვათ, საქართველოს ეკლესიას საქართველოში აქვს როგორც დიდი გავლენა, ისე ძალად შეიძლება ვთქვათ და რავი, შენ მითხარი იზრდება თუ მცირდება ეს ძალა, გავლენა და ასე შემდეგ. შეიძლება რომ დემოკრატიული ქვეყანა ავაშენო ასეთი გავლენების გათვალისწინებით? კი, მარტივი პასუხია კი. და აუშენებია და საუკეთესო მაგალითებიც არის, არა მხოლოდ de facto გავლენის მქონე სახელმწიფოში de facto გავლენის მქონე ეკლესიის, არამედ de jure გავლენის მქონე ეკლესიის. დანიას მაგალითად სახელმწიფო ეკლესიაც აქვს და სახელმწიფო ეკლესია მარტო კი არ ხავს, რელიგიის საკითხთა მინისტრი ხავს, რომელსაც ფაქტობრივად ეს ეკლესია ემორჩილება პირდაპირ და ბიუროკრატიის ნაწილია. როგორც სახელმწიფო ეკლესია აქვს მაგალითად საბერძნეთს, სახელმწიფო ეკლესია აქვს გაერთიანებულ სამეფოს. თან რამდენიმე ერთი კი არა. ანუ სტატუსი კი არა მთავარი პრობლემა, სტატუსში კი არა მთავარი პრობლემა. პრობლემა არის ამის მიღმა რასაკეთებ. ანუ როგორ მიჯნავ საჯარო სფეროში კონკრეტულ მაგალითად დომინანტ ეკლესიას, დომინანტ რელიგიურ ჯგუფს და სხვების უმცირესობის თუ ნეიტრალურად განწყობილი ჯგუფების რელიგიის თავისუფლებას. ჩვენი მთავარი პრობლემა სოციალურ სისტემაშია მათ შორის და იმაში რომ ეკლესიის ამ დიდი ძალაუფლების გამოყენებას ცდილობს სახელმწიფო და ცდილობს საკუთრივ ეკლესიაც. ანუ პრობლემა იმაში კი არა რომ მაგალითად 84% დაახლოებით ძველი გამოკითხვები აღწერის შედეგად არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ან საკუთარ თავს მიიჩნევს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად. ამაში არ არის თავი პრობლემა. პრობლემა არის იმაში რომ მე ეს როგორ ითარგმნება პრაქტიკაში. როგორ ითარგმნება სამართალში, როგორ ითარგმნება ფინანსებში, როგორ ითარგმნება პოლიტიკაში. თავარი არსი და იდეა რაც უნდა ავიღოთ არის ის რომ რელიგიის თავისუფლება უნდა იყოს აბსოლუტურად უზრუნველყოფილი სახელმწიფოში. ამის მიღმა შემდეგ ბევრი საკითხია შეიძლება ქონდოს თანამშრომლობით სეკულარიზმი. მაგალითად, როგორც საქართველოში არის, თლად როგორიც საქართველოში არა, ალბათ, როგორიც შეიძლება საქართველოში იყოს, აქვს იტალიას, ესპანეთს, უამრავ სახელმწიფოს გავშირავ და არავის ეჭქვეშ არ დაუყენებია რელიგიური უმცირესობის წევრებს, რომ ვინმე ცუდად ეპყრობა მათ, ან მათი რელიგიური ორგანიზაციები ჩაგრება. გერმანია თანამშრომლობით სეკულარიზმის საუკეთესო მაგალითი, სადაც ლანდების მიხედვით სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან აქვთ სხვადასხვა ტიპის შეთანხმება დადებული. აქ თავარი ის არის, რომ ევროსასამართლოს და ზოგადად ევროპული სტანდარტით რომ ვიმსჯელოთ, დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის არსებობა სახელმწიფოში და მასთან გარკვეულწილად სამართლებრივი ურთიერთობები სხვების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს და ამ ურთიერთობების შედეგად არ უნდა ხდებოდეს სხვა რელიგიური ორგანიზაციებისა თუ პირების დისკრიმინაცია. ეს არის ყველაზე მთავარი. აი აქ გვიჭირს ზღურის დაცვა. ხშირად ზღურის დაცვა აქ სერიოზული პრობლემაა და სერიოზული პრობლემაა ისიც რომ 90-იანებში მოპოვებულ ძალიან დიდ სოციალურ კაპიტალს ეკლესია ასე მარტივად არ დათმობს ბუნებრივად, იმიტომ რომ თავი დავანებოთ რელიგიურ მხარეს წმინდა სოციალური თვალსაზრისით. 90-იანებში როცა სახელმწიფო ინსტიტუტები ფაქტობრივად არ არსებობდა, ეკლესია გახდა სახელმწიფოში. ძალიან რთულია ჩაანაცვლა ეს სოციალური კაპიტალი, რომელიც მას აქვს და ექნება მუდამ, ყოველ შემთხვევაში უახლოეს რამდენიმე ათეული წელი მაინც ასე უცბად აორთქლდეს და მან როგორც სოციალურმა ინსტიტუტმა ამის გამოყენება არ უნდა სცადოს.
ეცდება ისიც და ნებისმიერი სოციალური ინსტიტუტი ამას. აქ დავარია სახელმწიფო რას იზამს, ხალხი რას იზამს და სამართალი როგორ დაუხვდება ამ გამოწვევას. ჯერჯერობით ვერ უხვდება კარგად და მე პერსონალური რეიტინგი და ეკლესიის რეიტინგი გასამიჯნია ერთმანეთისგან, მაგალითად აც განსვენებულ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ძალიან მაღალი პერსონალური რეიტინგი ჰქონდა, რომელსაც ალბათ ვერც დაეწევა სახელმწიფოში ვერავინ ვერასდროს ობიექტურად შევხედოთ ამას, იმიტომ რომ ეს არ მოდის 1 და 2 წლით და არ მოდის რაღაცას. ყოველგვარი შეფასების გარეშე და წმინდა ფაქტს რო შევხედოთ. ფიზიკურად ვერავინ ვერ გაუთანაბრდება. ყველას მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, რთულია ასეთი დიდი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანების რეიტინგის ჩანაცვლა. საკუთრივ ეკლესიას იმხელა რეიტინგი არ ჰქონდა. მე ასევე სკეპტიკურად ვუყურებ ამ რეიტინგის კარდინალურად და ძალიან დავარდნის პროგნოზის მქონე ადამიანების შეხედულებებსაც. არასდროს იმდენად არ დავარდება, უახლეს 10 წელიწადში შემიძლია ვთქვა ალბათ ან 15-ზე, რომ ამან კატასტროფულად გაუფასურდეს ეს გავლენა, რომელიც ეკლესიას აქვს საზოგადოებაში. იმიტომ რომ სულ რომ არაფერი საქართველოს და ქართული საზოგადოება არ იგულისხმება მხოლოდ ქრისტიანობა და ქრისტიანული დენომინაციები, ყველა რელიგია იგულისხმება, მაინც პრორელიგიური საზოგადოება ვართ. რელიგიისადმი დადებითად განწყობილი საზოგადოება ვართ, რაც ძალიან ევროპული მოვლენაა. აი მაგალითად შვედური პარადოქსი ეწოდება ამას, შვედეთის სახალხო ეკლესიის წევრია მოსახლეობის 70% დაახლოებით. ამ რაოდენობის აბსოლუტური უმრავლესობა ათეისტია. ან აგნოსტიკოსი. მაგრამ ეკლესიის წევრია. იმიტომ რომ კულტურული კუთვნილებაა ეკლესიის წევრობა და კულტურული დამოკიდებულება აქვს რელიგიის მიმართ, რაც ბევრ რამეში გამოიხატება და საქართველოს ამ თვალსაზრისით მართლა ევროპული ქვეყანაა, იმიტომ რომ ეს არ მოდის ევროპულობის მიწებება ჰაერიდან არ მოდის, ეს ჩვენი ორგანული ნაწილია და ნაწილია ისიც, რომ ჩვენ ევროპული სამართლებრივადაც ხო ძალიან ბევრმა გადაიღო ევროპული კოდექსები 90-იანებში. მათ შორის შუა აღმოსავლეთის ქვეყნებმა, შუა აზიის ქვეყნებმა და იქითაც, ხო? მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ ევროპული სამართლის წევრები გახდნენ. არა. საქართველოს გადმოიღო კოდექსები ბევრ სფეროში, ძალიან მარტივად შევიმეცნეთ და ძალიან მარტივად შევითვისეთ. რატომ? იმიტომ ჩვენ ისტორიულად ევროპული სამართლის ოჯახის წევრი ვართ. ეს არ მოსულა საბჭოთა კავშირის შემდგომ. ჩვენ გაცილებით უფრო ადრე ვახტანგის კოდექსი და ბაგრატის კურაპალატის სამართალი ეს თვისებრივად ევროპული სამართლის, რომაული სამართლის ნაწილია. რატო ვერ ჩაანაცვლეს რუსებმა ვახტანგის სამართლის კოდექსი? აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობიდან კიდევ 60 წელი მოქმედებდა. იმიტომ რომ ის იმდენად ორგანული იყო, იმდენად ხალხზე იყო მორგებული და იმდენად დიფერენცირებული, იმიტომ რომ ეთნიკურად განსხვავებულ ჯგუფებსაც კი თავისი სამართალი ჰქონდა ვახტანგის მიხედვით. დადგენილი რომ მათ ბუნებრივი ავტონომია ჰქონოდათ. ეს იმდენად ევროპული მოვლენაა, მათ შორის რომ თავის დროზე ოსმალთა იმპერიამაც კი ევროპული სამართლიდან და ბიზანტიური სამართლიდან შეიმეცნა ეს და მოუწიათ ამის დაშვება მე სხვადასხვა ფორმით რაც გააკეთეს. და ეს აბსოლუტურად ბუნებრივი ამბავია. ეკლესიის სახელმწიფოს ურთიერთობებში ჩვენც ასევე კლასიკური ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ და ის ცუდიც და კარგიც რომელიც ამასთან ახლავს, აი ძალიან ბევრი ამ აღმოსავლეთ ევროპული მახასიათებელია, რომელშიც გონია რომ ერთი და განუმეორებლები ვართ, მაგრამ სიოლოში ასე არ არის. ძალიან ბევრ რამაში გავართ სხვა საზოგადოებებსაც და ერებსაც, ალბათ იმიტომ რომ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს რა. ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ არის. კი ბატონო, გეთახმები. დიმა, აი ბოლოსკენ რო წავიდეთ ახლა რა, ნელა, იმიტომ რომ საინტერესოა ძალიან შენი მოსმენა. აი უამრავი უსამართლო კანონი არსებობს, ასე ვთქვათ, მარტივად. უსამართლო კანონი არსებობს. ნუ, რა თქმა უნდა, შეფასებითია ყველაფერი, ალბათ ისტორია განსაზღვრავს ამ კანონის უსამართლობასაც და სამართლიანობასაც, მაგრამ მაინც, აი თუ კანონი არის აშკარად უსამართლო. ნუ რას გულისხმობ კანონი? აი რაც სამხრეთ აფრიკაში ხდებოდა მაგალითად. რაც ახლა გამახსენდა, ხო? რაც ჩვენთან ხდება თუნდაც რომ პოლიტიკაში არ მინდა გადავიზარდო, მაგრამ ნუ რაც რაღაც ბალანსში გადადის ზოგიერთი კანონი. გააქვს ადამიანს მორალური უფლება, რომ ეს კანონი დაარღვიო?
იცით როგორაა, ძალიან საინტერესო კითხვა და ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს აქტუალობას ალბათ არასდროს არ დაკარგავს, რა. ბევრი მოდელი არსებობს, ბევრი რამ შეუქმნიათ. თავარი პრობლემა რა არის? აი ისე ვირუსების ღმერთის კომპლექსო დაუბრუნდეთ რა. სამართლის უზენაესობა ხალხს კანონის უზენაესობა გონია და სიამოვნებაში სემანტიკურად ერთდაიგივე არა. კანონების სახელმწიფო და სამართლებრივი სახელმწიფო სხვადასხვა. კანონების სახელმწიფო გონია, რომ თუ კანონში ყველაფერი წერია, დასაშვები და სწორია. სამართლებრივი სახელმწიფო გეუბნება, რომ არა. კანონში რაც წერია, მარტო ეგ არ არის სამართალი, იმიტომ რომ სამართალი წესების სისტემაა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანის და შენ იმთავითვე მოგეთხოვება, რომ ეს მორალურ საფუძველზე იყოს, ადამიანის უფლებების საფუძველზე იყოს გათვალისწინებული. მაგალითად, თუ დღეს ავდგებით და ვიტყვით, რომ მეზობელი, რომელიც შეურაცხყოფას მოგაყენებს, მისი მოკლა ნებადართულია, ეს არ გახდის ნებადართულ სინამდვილეში ქმედებას და არჩენ არ მოგაშორებს მკვლელის იარლიხს, თუ კი ასეთ მკვლელობას ჩაიდენ. აი გენიალური რამ აქვს გუსტავ რადბრუხს დაწერილი და მისი ორი სტატია არის ქართულად თარგმნილი და ასევე წიგნი. სტატიები ჩემი თარგმნილია, წიგნი გიგა ჯიმშელაძემ თარგმნა, არაჩვეულებრივი ქართული თარგმანი, ხელმისაწვდომია რომ აქვს ერთი ფანტასტიკური ესე. კანონიერი უმართლობა და ზეკანონური სამართალი. ანუ შეიძლება კანონით იყოს უმართლობა დადგენილი. და პირიქით, ზეკანონურად სულიად მოუწესრიგებლად იყოს სწორი და მართალი სამართალი დადგენილი. ქართულ ენაში გვაქვს ფანტასტიკურად ეს შეიძლება ვეფხის ყაოსნიდან მოდის სწორი მართებული სამართლის იდეა, რომ არის სამართალიო და არის მართალი სამართალი. მართალი სამართალი არის ზუსტად ის, რომელზეც შენ ვერასდროს ვერ იტყვი, რომ უი არ ვიცოდი რაღაც, რომ არასწორი იყო. აი რადბრუხს აქვს მაგალითი ძალიან ბევრი ეს ნაცისტური გერმანიის პერიოდიდან და შემდგომ როდესაც ასამართლებდნენ ამ დანაშაულებში ბრალდებულ პირებს, რომ ბევრი მათგანი აი კედლის მცველების საქმე, რომელიც შემდეგ უკვე ბერლინის კედელზე აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გამჟავი კედლის მცველების საქმე, რომლებიც კლავდნენ დამრღვევებს, როდესაც მოსთხოვეს პასუხისგება ამაზე, ძალიან მარტივი პასუხი ჰქონდა, რომ ჩვენ საქმეს ვასრულებდით, დამრღვევებს ვჯიდით, რა გვექნა. მთავარი კითხვა იყო სწორედ ეს რადბრუხის იმ პერიოდის 40-იანების გამოძახილიდან არ იცოდით, რომ საზღვრის დამრღვევები ადგილზე არ უნდა დახვრიტოთ, ანუ ეს ხომ არანორმალურია მსგავსი რაღაცის გაკეთება. ხო, მაგრამ ჩვენ არა, სხვები ჩაიდებდნენ ამას. პასუხი აქ არის გენიალური. მაშინ სხვები ისხდებოდნენ აქ. აჰა, გასაგებია. ანუ შენ იმის გამო რომ კანონი რაღაცას მთხოვს და მაიძულებს, ამის გამო პასუხისმგებლობას ვერ გაიქცევ. აუ, ნიურნბერგის პროცესში პრობლემებს ვერ ხედავ? ნიურნბერგის პროცესში ძალიან ბევრი პრობლემა იყო და იმიტომ რომ ის სამართლებრივ თერათად პოლიტიკური პროცესიც იყო უპირველეს ყოვლისა და არ დაგვაუწყდეს რომ სამართალი კანონზე მაღლა იდგა იმ მომენტში. სამართლების აღდგენა უნდა. ნიურნბერგი უნდა გავმიჯნოთ იმ პროცესებისგან, რომელიც თვითონ გერმანიის შიგნით წარიმართა. აი რადბრუხი ნიურნბერგს ნაკლებად ეხება ქვეყნის შიგნით. იმიტომ ნიურნბერგს ახლა სამართლებას და პოლიტიკას ვერ გამიჯობ. არ დაგვაუწყდეს რომ გამარჯვებულები ასამართლებდნენ დამარცხებულებს. ეს ძალიან სერიოზული მომენტია. აი რადბრუხის ფორმულაზე ვიტყვი 2 სიტყვაზე, მე საუკეთესო რამაა, რაც აი გამოიყენება ორ ნაწილიანია ეს ფორმულა და ამბობს რას რომ როცა სამართლებრივი უსაფრთხოება და სამართლიანობა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, უნდა გაიმარჯვოს სამართლებრივი უსაფრთხოება. ანუ დაწერილმა სამართალმა. იმიტომ რომ იგი ქმნის სტაბილურ გარემოს, პროგნოზირებად გარემოს, უსაფრთხო გარემოს. ოღონდ, აქ არის თავარი რამ. ყველა ამ პირველ ნაწილზე ამახვილებს ხოლმე ყურადღებას. აჰა, პოზიტიური სამართალი იმარჯვებს, დაწერილი სამართალი იმარჯვებს. რადბრუხის ფორმულის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა. როცა სამართლებრივი უსაფრთხოების სახელით ჩადენილი ქმედებები აღწევს დაუშვებელ ზღვარს, როცა მეტის მოთმენა ფიზიკურად შეუძლებელია, სამართალმა, როგორც უსამართლომ, უნდა დაუთმოს სამართლიანობას. ოღონდ პრობლემა ისაა, რომ ეს როგორც წესი ხდება პოსტფაქტუმ. პოსტფაქტუმ ვაფასებ ჩვენ მოთმენადი იყო თუ არა რაღაც, მიაღწია თუ არა ადამიანურ ზღვარს. ოღონდ ის გარემოება რომ შენ გაიმართლო თავი, კანონში წერია და ყველაფერი მოსულა, ყოფით ენაზე რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობისგან არ გაგათავისუფლებს, იმიტომ რომ მარტივად რომ ვთქვათ, ქურდობას ხო მარტო იმიტომ არ ჩავდივართ რომ კანონით არის აკრძალული. ქურდობას იმიტომაც არ ჩავდივართ რომ ასე გაგზარდეს, აღგზარდეს
კულტურულად გვითხრეს რომ ცუდია, ოჯახში გვითხრეს რომ არ ხამს და არაჯერას, რელიგიურად თუ ეთიკურად გვითხრეს რომ არასწორია. ანუ ადამიანი დანაშაულისგან თავს მარტო კანონის შიშით არ იკავებს. იკავებს ბევრი სხვა სოციალური და კულტურული ფაქტორის გამო. უსამართლობაც ასეა ზუსტად. მარტო ის არ არის, რაც კანონი გეუბნება. კანონის მიღმა ძალიან ბევრი ფაქტორია, უბრალოდ ხშირად ადამიანებს ეს ავიწყდებათ განსაკუთრებით როცა ძალაუფლება ხელთ უპყრიათ და ავიწყდებათ ყველაზე მთავარი რამ რომ ესეც გაივლის, ესეც წარმავალია, უბრალოდ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას რომ თუ კი ვინმე სამართალს დაარღვევს და არ გულისხმობ კანონს დაარღვევს, არამედ სამართალს როგორც წესების სისტემას დაარღვევს, მერე უნდა მოიკითხოს არა იმიტომ რომ ცუდები ვართ ადამიანები და დავსაჯოთ ვინმე, არა, პრევენციისთვის. სხვა მარ ჩაიდინოს ეს და რადგანაც სამწუხაროდ ეს ჯერ არ გვიმოქმედებია და ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ ამ გაგებით. რამდენიმე 1000-წლოვანი გამოსვლებით, მაგრამ როგორც სახელმწიფო თანამედროვე ერის სახელმწიფოს ფორმატში დიდი გამოსვლება არ გვაქვს, იმიტომ რომ როცა ამის ფორმირება დაიწყო მე-19 საუკუნეში, რუსეთმა დაგვიპყრო და მოგვისპო ყველაფერი, მერე ქონდა 17-21-ში 17-ად ჩავთვლი მაინც, იმიტომ რომ წინარე სახელმწიფოებრივი ხანაც მნიშვნელოვანი იყო და შემდეგ ისევ შეგვიწყვიტეს და როგორ მოახერხეს 17-21-ში ისეთ რაღაცებს ვკითხულობ რომ მიკვირს რანაირად ალბათ იმიტომ რომ აი ყველაზე მთავარი რაც თქვი მე მგონი რომ ის ქონდათ არა მარტო იცოდნენ არამედ სწამდათ რომ ასე უნდა ყოფილიყო არა დემოკრატიისა არა მარტო ფიქრობდნენ და იცოდნენ და სამართლებრივობაზე ჰქონდათ წარმოდგენა ძალიან მაღალი, იმიტომ ფანტასტიკური განათლება ჰქონდათ მათ უმრავლესობას, არამედ სჯეროდათ და სწამდათ რომ ეს იყო სწორი და მართებული და ეს იყო გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, რაშიც საქართველო იმ დროს იყოფებოდა. სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა ერთმანეთის პატივისცემა. და ამიტომაცაა რომ კომუნისტებმაც კი მთელი თავისი PR კამპანიით, მთელი თავისი მოდელირებებითა და დეზინფორმაციებით, რომელთაც კვებეს 70 წელი ხალხი, მაინც ვერ შეურყიეს რიგით ადამიანს, საშუალო სტატისტიკურ ადამიანს წარმოდგენა და დღემდე საქართველოს მოქმედი კონსტიტუციაც კი ლეგიტიმაციით 21 წლის კონსტიტუციას ეკნობა და სპეციალურად აქვს ნათქვამი. რატომ? იმ 3 წელიწადში იმდენი მოვასწარით აზრობრივად და კულტურულად, რომ დღემდე მოგვდევს. მოგწონს თუ არ მოგწონს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პოლიტიკურად საერთოდ არ ვიზიარებდე სოციალ-დემოკრატიის პრინციპების დიდ ნაწილს, აი იმ ადამიანების ღვაწლის იმდროინდელი პოზიციისა და ნაწილი ოპოზიციის იმდენად დასაფასებელია, რომ მე მგონი რომ საუკეთესო მაგალითია. კონსტიტუციის პროექტს რო ქმნიდნენ ადამიანურ ენაზე დაწერილ კომენტარს აქვეყნებდნენ კომისიის სახელით რომ რიგით ადამიანს გაიგო რომ ეს მათი დოკუმენტია რომ ამან უნდა იმუშაოს საზოგადოებაში და მე არ მგონია რომ დღეს სამწუხაროდ პოლიტიკოსთა უმრავლესობას და არ მივიჩნევ მხოლოდ პოზიციას არამედ პოლიტიკოსთა უმრავლესობას ყველას არ ეხება რომ ჯერადაც წამს რომ ადამიანია მთავარი ღირებულება ჯერადაც წამს თავისუფლების სწორი ან აღქმული აქვს თავისუფლება სწორად და ამჯერად რომ მათ სწამთ სამწუხაროდ უმრავლესობას სწამთ დემოკრატიის როგორც რეალურად მოქმედი ფორმას. ან მარტივად რომ გადავთარგმნო შენი სიტყვები თუ ახლა ნახავთ რა კადრებიც ვრცალდება ტელევიზიით შენ მართალი ხარ მარტივია. არც ერთ ხელისუფალს არ მიაჩნია რომ ადამიანი უნდა იყოს პირველ პლანზე, მისი უფლებები, თავისუფლებები და ღირსება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ასე. მარტივი ემპირია საკმარისი დავაკვირდეთ რომ აქვს თუ არა გააზრებული საშუალო სტატისტიკურად ადამიანს ამ ქვეყანაში რომ თვითონ დავანებოთ თავი პოლიტიკას თვითონ არის სამართლის უმთავრესი ღირებულება. მე საუკეთესო ტესტი მაქვს ხოლმე ამის ვეკითხები სტუდენტებს. როცა სამართლის ღირებულებებზე მაქვს ლექცია. თან ვინს არ ვსვამ, აი დაასახელეთ სამართლის უმთავრესი ღირებულება. უამრავ რამეს დაასახელებენ, რა თქმა უნდა, ყველა სწორია, კანონის დაცვა, წესრიგი, სამართლიანობა, ყველა სწორია, მაგრამ ამისებად ყველა თავი ადამიანი. მე მაქვს შემხედრი კითხვა. თუ თქვენ ადამიანს დაგავიწყდათ, ადამიანებს დაგავიწყდათ, რომ თქვენ ხართ სამართლის უმთავრესი ღირებულება, რა უნდა მოსთხოვოს სხვას? და მე მგონი რომ ყველაფერი იწყება ამის გააზრებიდან. ჩვენ გვწამდეს, გვჯეროდეს და რასაორია, მოვითხოვდეთ
ამას. და მე ამას ავტომატურად მოყვება, იმიტომ რომ მარტივი ეკონომიკური პრინციპი მოქმედებს ყველგან. როგორც არის მოთხოვნა, ისეთია მიწოდება. დიმა, აი იმ კითხვას უბრუნდები ახლა. გავრცელდა რამოდენიმეჯერ პოლიციების მხრიდან ადამიანებზე ძალადობის კადრები. ანუ ბოლო პერიოდს გულისხმობ რა. ერთხელ არასრულწლოვანს რო ქონდა ჩართული ტელეფონი და არ იცოდა ეს პოლიციელმა გორის კადრები და აგერ დღეს ანუ ჩვენ პოდკასტს წერთ, გუშინ გავრცელდა კიდევ პოლიციელების მიერ ახალგაზრდების ძალადობის კადრები. მაგრამ არის შეგრძნება რომ აი დღეს არის შაბათი, ორშაბათს, სამშაბათს ეს აღარ ეხსომება არავის. ეს ვიღაცებს ეხსომებათ და არ ჩუმდებიან, მაგრამ ეს იმ შედეგებს არ მოიტანს, რა შედეგებიც უნდა მოყვეს წესით. მე სამწუხაროდ მგონია რომ იმ შედეგებს არ მოიტანს, რაც ნორმალურ საზოგადოებაში. ყველაფერს უკვე რაღაცა იმ ექსპერიმენტის მონაწილეები ხო არ ვართ ცხოველებზე რო ატარებენ, რომ გაუხსნის გალიას აღარ გარბის. სოციალური ინჟინერია კარგად გამოსცადეს ჩვენზე საუკუნეების განმავლობაში და განსაკუთრებით მათ შორის ახლაც ამ ეპოქაში ვიმყოფებით. ყველაზე ცუდი მე მგონი ის არის და კატასტროფა კადრების და შინაარსის ყველაზე ცუდი არის ის რომ მე მგონი საზოგადოების დიდი ნაწილი რაღაც ნაწილი შეეგუა და ნორმალურად მიიჩნევს ამას. მე ვფიქრობ ცუდზე მეტი ტრაგედია არის ის რომ როდესაც საშუალო სტატისტიკური ადამიანი იმედი მაქვს რომ ბევრი არა ავტომატურად გამართლებას იწყებს ამის ან რაღაცას უძემს ხო მაგრამ ეგ უკვე დიაგნოზია ძალიან დიდი დიაგნოზია და მაგრამ მე მაინც მჯერა რომ გამოსწორების საშუალება არსებობს უდანაშაულებს არ სცემენ და ძალიან ბევრი რამ რითაც ვართ ნაკვები და გაჭრებული აი დაახლოებით უმიზნოდ როდესაც წამლებზე სვამენ მედიკამენტოზურზე არასაჭირო მკურნალობაზე დაახლოებით ეს მუდმივ ლეთარგიაში მუდმივად ყვინთავთ ამ საშინელ რაღაცაში როცა ადამიანის წამება და ადამიანის შეურაცხყოფა ხდება ასატანი ან თუ კი კონკრეტულ სუბიექტზე მიაქვთ იერიში და კონკრეტულ სუბიექტს აყენებთ იმისთვის არ შეიძლება მაგრამ ვიღაცაზე შეიძლება როცა უკვე ადამიანებს მიჯნავთ ვიზე ძალადობა გამართლებულია და ვიზე არა კატასტროფა ეს ნიშნავს რომ ადამიანობაზე უარს ვამბობთ და მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია მე მტკიცედ მწამს რომ უბრალოდ ყველას ეზარება მისვლა ადამიანებთან საუბარი შეუჩერებლივ შეუწყვეტლივ ასე ინდოეთი ასე გახდა და მოგდებელი მაჰათმა განდის რომ დაეჯერებინა და მის თანამოაზრეებს ამით არაფერი არ მიეწევა ბრიტანეთის იმპერია და მთელ მზე არასდროს ჩადის იმიტომ რომ მთელ ყველა საათო სარტყელში რაღაცა ეკონვის არაფერი არ გამოვიდა დახვრით ეს 10,000-ობით ადამიანი საშინელ მდგომარეობაში აღდგენდნენ ეტაპობრივად ხალხთან მისვლით საუბრით დაჯერებით საკუთარ თავში რწმენით და ძალების აღმოჩენით იმით რომ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ვართ საბოლოო ჯამში გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ ყველა იძახის რომ არა ახლა განათლება როდის მომიქვის შედეგს და არავინ არ იწყებს და რა ვიცი, რო დაგვეწყო თავის დროზე უკვე შედეგები გვექნებოდა. თუ კი სულ ასე უნდა ვიძახოთ, მაშინ დავიწყოთ ჯობია მაინც სულ სხვა გზა არ ყოფილა. განათლება და არა უბრალოდ ცოდნა არის ყველაფრის გამოსავალი. იმიტომ რომ განათლებით მოდის თვითრწმენა განათლებით მოდის თავდაჯერება და განათლება იწყება სკოლიდან და არა უნივერსიტეტიდან. ეს კიდევ ვერ გავიგეთ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში. დიმა. ორი სიტყვით რომ მითხრა, AI-ს რა როლი ექნება მომავალში, განათლებაში, სამართალში, მართლმსაჯულებაში. როგორ ფიქრობ და ანუ შენ როგორ ფიქრობ და რა განვითარება უნდა პოვოს წესით? ექნება ძალიან დიდი როლი და ძალიან კარგადაც შეიძლება გამოყენება და ახლაც ვიხენებ. ჩვენთან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში შეიძლება AI-ს გამასამართლოს? არა, AI ვერ გაგასამართლებს, მაგრამ AI-ს გამოიყენებენ იმისათვის, რომ ძალიან ბევრი დრო და ენერგია დაიზოგოს ფაქტოლოგიური მიმართულებით. აი ჩვენთან ახლა ვახსენეთ უნივერსიტეტში სულხან-საბაში მქონდა კვირეული ემორის უნივერსიტეტის პროფესორს მასპინძლობდით ზუსტად სამართლის ტექნოლოგიების და AI-ს მიმართულებით. და ჩვენთან სავალდებულო საგანიცაა და ჩვენ ვართ ძალიან ღია და გახსნად ამას ვავრცელებთ სტუდენტებში და პროფესორებში, რომ გამოიყენეთ სწორად, გამოიყენეთ ეთიკურად და ვასწავლით გამოყენებას. AI-სთან ბრძოლა არის სიგიჟე, ტექნოლოგიებს არ უნდა ებრძოლო. პირიქით, უნდა გამოიყენო. უბრალოდ
გასამართლებას და მსჯავრის გამოტანას ხელოვნური ინტელექტი ვერ შეძლებს, რატომ? მას არ აქვს ყველაზე მთავარი, რაც უნდა ჰქონდეს მოსამართლეს, თუმცა ქართული მართლმსაჯულების შემხედარებით ალბათ ჯობია ხშირ შემთხვევაში AI-ს გასამართლოს ემპათია. ის რაც ადამიანად აქცევს, რომ ხო შემოვიდა ემოციური ინტელექტის გასაზრდა. და უნდა კონდეს მოსამართლეს ემპათია. უნდა კონდეს ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ მოსამართლე თუ კი გახდა რიცხვების, ციფრებისა და უბრალოდ წინასწარ განსაზღვრულობის ერთობლიობა, მაშინ ის არაფრით განსხვავდება მანქანისგან. და ხდება აი როსკო პაუნდი ეძახდა ამას, ფანტასტიკური ამერიკელი პროფესორი და იურსი, მექანიკური იურისპრუდენცია. როცა აი მექანიკონვეირის სისტემით ახდენ რაღაცას. უბრალოდ საზოგადოებას თუ კი შეექმნა დამოკიდებულება და განცდა იმისა, რომ ჯობია ამ მექანიკურმა იურისპრუდენციამ მასამართლოს, იმიტომ რომ განსხვავებას ვერ უპოვებ ცოცხალი ადამიანის გასამართლებულსა და მანქანის გასამართლებულს შორის, ეს უკვე ტრაგედიაა. და ამ ტრაგედიაში ვცხოვრობთ. ხელოვნური ინტელექტს გამოვიყენებთ და უკვე ვიყენებთ დოკუმენტების წარმოებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანის შრომის გასაიოლებლად. უბრალოდ სისულელეა თუ კი შენ ცდილობ რომ AI-ს გადააკისრო მთელი პასუხისმგებლობა ყოველთვის დაეკისება ადამიანს, დაეკისება იურისს. და სტუდენტებსაც ვასწავლოთ ეუბნებით, გამოიყენეთ, მოაძებნინეთ, ებრძოლეთ მის ჰალუცინაციებს და ამის ბევრი შემთხვევა არსებობს და ძალიან ბევრი გაწეული ინსტრუქციაც. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ რომ პასუხისმგებელი ხართ თქვენ. ის თუ კი რამე სისულელეს ჩაიდენს, დაახლოებით იგივეა შენ მათ არაშემწემ ჩაიდინოს სისულელე ან ვიღაცას ენდო. გადაამოწმე, გამოიყენე დაზოგე დრო და ენერგია. და თუ კი შენ ხშირად შევახსენებ ხოლმე ამას კოლეგებსაც, თუ კი AI ზუსტად იმავეს აკეთებს, რაცაც შენ აკეთებ, გააკეთებს უფრო კარგად, ეფექტიანად და უფრო იაფად. შესაბამისად, ჩაგანაცვლებ შენ რა გიხარია. ანუ უნდა მოძებნო ის უნიკალური მიდგომები, რომელიც შენ გექნება და განგასხვავებს მანქანისგან. ცხოვრება უფრო რთული გახდება ამ თვალსაზრისით, რომ მეტი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. მაგრამ სამაგეროდ გაიოლდება, იმიტომ რომ დაზოგავ ბევრ დროს და ენერგიას. ადამიანს ლექტორებსაც არ უნდათ, მაგალითად AI დაწერილს მოიტანს. და რატო აძლევ ისე დავალებებს, სადაც AI დაწერილი შეიძლება მოგიტანოს. შეცვალე მიდგომა. თუ შენ გინდა რომ მანიაზრონოს და უშუალოდ ეს რაღაცა დააწერინე ადგილზე, წარმოადგენინე ზეპირად, რომელშიც მისი უნარჩვევები იქნება, შეცვალე დავალების ფორმატი. გაგვირთულა საქმე. უბრალოდ შენ ცდილობ მოძველებული მეთოდებით გაუმკლავდი ახალ გამოწვევებს, ეგრე არ ხდება. აი ფეხბურთი რამდენჯერმე ვახსენეთ და ვინ გახდება ჩემპიონი? მითხრა უცბად. მე მინდა რომ საფრანგეთი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გულშემატკივრობ 1997 წლიდან და ძალიან ხანგრძლივად გულშემატკივრობ საფრანგეთს და მინდა ეს, მაგრამ ვინ გახდება არ ვიცი, თუმცა ის ვიცი რომ ამდენი გუნდი ძალიან რთული სანახავია და ეს ზედმეტი მრავალფეროვნება და ასე ვთქვათ, ხელოვნურად შექმნილი მრავალფეროვნება არც ამართალში ვარ და არც ფეხბურთში არ ვარ. კიდევ აპირებენ. რა თქმა უნდა, ალბათ არც არაფერი დაუწყო. კარგია, მაგრამ ალბათ. იცი და ფეხბურთის სანახაობისთვის არ მგონია კარგი იყოს, მაგრამ აი სტატისტიკის მოყვარულები გაიხარებენ, ვინც ყურების ნაცვლად ანგარიშებით ნახულობენ ფეხბურთს და მეორე პროფესორობენ. სამწუხაროდ ყველაზე მთავარი რაღაცი კარგია, სანახაობა. და სანახაობის გარეშე არაფერი არ გამოვა. მათ შორის სამართალში არ გამოვა არაფერი და არც ხელოვნური ინტელექტი ვარგა სანახაობის გარეშე. ამიტომ რაღაცების დაბალანსებას თუ ვისწავლით და ხელოვნურობად არ ვაქცევთ ყველაფერს და ხელოვნურად. რისი ძალიან დიდი სუდუნება არსებობს პრაქტიკაში, რომ რაღაცა მექანიზებულად გახდეს ყველაფერი. ალბათ უკეთესი იქნება. კი ბატონო. დიმა, ჩემი დაცვის ყოფებს ბრალდებულებს. განსაკუთრებით უდანაშაულებს ურჩევ რომ წაიკითხონ ხოლმე ფრანც კაფკას პროცესი. შენ რას ურჩევ? იურისტებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს და სტუდენტებს თუნდაც რა წაიკითხონ ის ერთი. იმიტომ რომ რატო ვამბობ მე პროცესზე? დღეს არ გვიხსენებია ესე როგორ უნდა დაგვემთავრებინა მაგის გარეშე. ბატონო. ხო, რომ მეკითხებიან ხოლმე რომ ჯაბა, როგორ უნდა გამავტყუნოს? მე ხო უდანაშაულო ვარ. ასეთ კითხოს ქართველებიც და უცხოელებიც, ნუ განსაკუთრებით უფრო უცხოელები, ქართველები მაინც ხდებიან. წინარეცოდნით მოდიან. ხო და მე ვეუბნები რომ უხსნი რომ აი ცი რა არის ბევრ რაღაცას უხსნი ხო რომ უდანაშაულო ხარ, მაგრამ ჩვეულებრივად შეიძლება გამტყოდე. იცი შენ ფრანც კაფკას პროცესი წაკითხული გაქვს ეკითხები? არა, აბა წაიკითხე. და მოსწონთ ხდებიან და მეერე მეკითხებიან რომ ეს რატო წამოკითხე?
შენ გინდა მითხრა რომ შეიძლება მეც ასე დამემართოს? ხო, ეს რეალობაა? თუ კავკას პროცესს ყველა ფიქცია დაღიქვამს, სანამ გარდა იმათი, ვისაც არ უცხორია საბჭოთა კავშირში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. სამწუხაროდ არც თუ ისეთი ფიქცია და აბსურდია, იმიტომ რომ აბსურდულობი თუ რამე ერთი სიტყვა შეიძლება გამოვიყენოთ ქართული სამართლის და განსაკუთრებით მართლმსაჯულების დასახასიათებლად, ალბათ არის აბსურდი. აბსურდი ამ სიტყვის არავითრო გაგებთ, არამედ ლიტერატურული გაგებთ. ეს აბსურდი, გინდა კავკასეული, გინდა სემუელ ბეკეტისეული, ბევრი რამეა ალბათ რაც უნდა წაიკითხონ და განსაკუთრებით სამართალთან დაკავშირებითაც, ფრანც კავკას პროცესი და არა მარტო პროცესი, ძალიან ბევრი სხვა სასიკვდილო განაჩენიც და მეტამორფოზიც კი გარკვეულწილად გარდასახვაც და გოდოლის და ამ შემდეგ ასევე რა თქმა უნდა ურჩევდი ოლდოს ჰაქსლის და როგორც კუნძულს ისე საოცარ ახალ სამყაროს სამართლებრივი თვალსაზრისით ვენეციელი ვაჭარი და შექსპირი და ასე შემდეგ, მაგრამ მე თუ ერთ წიგნზე მიდგება საქმე, მე ყოველთვის ყველას ურჩევ რომ წაიკითხონ დონ კიხოტე. ყოველთვის. აბსურდსაც იგემებენ, წინასწარ განწყობასაც, დაცინვასაც, საზოგადოებისგან გარიყვასაც, სიმართლესაც, სამართლიანობასაც, იმიტომ რომ ეს არის წიგნთა წიგნი. ან თავარი რამ, პირველი წიგნის შემდეგ არ კითხულობენ როგორც წესი მეორე წიგნს და პირველი წიგნი უნდა წაიკითხო, იმისათვის რომ მეორე წაიკითხო, იმიტომ რომ მეორე საერთოდ შედევრია და მე ყველას ურჩევ, იმიტომ რომ ეს არის წიგნი, რომელიც დაიწყო სარკაზმითა და დაცინვის მიზნით და წიგნი, რომელშიც ავტორს შეუყვარდა დაცინვის ობიექტი. წიგნი, რომელშიც ავტორს, რომელსაც განზრახული ჰქონდა, რომ ამით ეჩვენებინა ყოველგვარი სისაძაგლე და ეს რაინდული რომანებისადმი სწრაფად და ძალიან ბევრი მანკიერი მხარე, საბოლოო ჯამში შეუყვარდა გასაკიცხი ობიექტი და ალბათ ამაზე კარგი რამ გინდა საგანში თუ საგნის მიღმა ადამიანი ვერაფერს წაიკითხავს, ეს წიგნი გვაიძულებს რომ გავხდეთ უკეთესები. გავხდეთ ალბათ და გვახსოვდეს რომ ვართ ადამიანები და ადამიანობა და ადამიანი უნდა იყოს მართლმსაჯულების, სამართლის, პოლიტიკის თუ ზოგადად ცხოვრების მთავარი ამოსავალი იდეა. ამიტომ წაიკითხონ დონ კიხოტე. გასაგებია და არაფერი რო არ წაიკითხოს იურისტმა, შეიძლება კაი იურისტი დადგეს? ფიქრობ კი, მაინც კი, იმიტომ რომ წაკითხვის, ჩანაცვლების და ემპათიის გაზრდის უამრავი საშუალება არსებობს თანამედროვე სამყაროში. დანიელ პენაკი ასეთ არაჩვეულებრივი ფარგლი ავტორი და გენიალურ რაღაცას ამბობს, რომანივით წაკითხავი, ყველას ურჩევ წაიკითხოს, არის წიგნის წაკითხვისადმი დამოკიდებულებაზე. და არის ფანტასტიკური რატომ ამბობს იმას, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო. შენ თუ ინფორმაციას იღებ სხვა წყაროებიდან და გეხმარება ცხოვრებისეული პრობლემებისადმი, გამოწვევებისადმი გამკლავებაში, უყურე ფილმებს, უყურე და დაკავდი სპორტით, მიიღე ესაუბრე ადამიანებს, მიიღე ინფორმაცია სხვა გაგებით, უსმინე პოდკასტებს, ბევრი ინფორმაციას მიიღე. ანუ ის, რასაც ადრე მხოლოდ ასრულებდა წიგნი, ახლა ბევრი საშუალებით თუმცა ის მაგია, რომელიც წიგნს აქვს ექსკლუზიური და თუ კი ეს გიყვარს, ამის ჩამნაცვლებელი დედამიწაზე არაფერი არა. მაგრამ რა უნდა, არაფერი არ უნდა. ყველას მთავარი უნდა იყო ადამიანი და უნდა გქონდეს ემპათია. კარგი იურისტს უნდა გქონდეს ემპათია, იმიტომ რომ ისევ კამიოს სიტყვებით რომ მოვიშველიოთ, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ამ ყველაფრის მიღმა ძალიან ბევრი ცუდი საქმე არსებობს და ძალიან ბევრ ცუდ რაღაცაზე დგას ეს ყველაფერი. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ცივი და ლოგიკური სამართლის მიღმა ადამიანებით განან, რეალური ცხოვრებით, რეალური პრობლემებით და კაზუსის ამოხსნა და შემთხვევის კვალიფიკაცია არ არის კარგი იურისტობა მხოლოდ. კარგი იურისტობა ამის მიღმა იმ ადამიანების ბედზე ფიქრით, ვინც ამ საქმეში, ამ შემთხვევაში მონაწილეობენ. სამწუხაროდ ხშირად იურიდიული განათლებას და იურისტებიც ამის იგნორირებას ვახდენთ და გვავიწყდება ეს ყველაზე მთავარი. ემპათიის გარეშე ადამიანი არა და ადამიანს ყოველისგან განასხვავებს ზნეობა, ეთიკა და მოყვასისადმი დამოკიდებულება და არა განსწავლულობა და საუბრის უნარი. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს. და არ ვიცი ახლა სწორად ციტირებ თუ არა, კავკას ადამიანს არ უნდა მოვაქცეთ როგორც ძაღლს, ხო? ასე საინტერესო და ასრულებს, რომ კი ბატონო.
უღრმესი მადლობა. პირიქით. ძალიან საინტერესო იყო შენი მოსმენა როგორც ყოველთვის და წარმატებებს გისურვებ ყველა მიმართულებით. ვიცი რომ ბევრ სფეროში ხარ ჩართული და მინდა რომ ესე დავამთავრო რა. შენ ხარ ჩემთვის ადამიანი, როგორია ხა გითხრა. შენ კი ილონ მასკის თანამდებობა მოგწოს ის რა ქვია იმას დოჯის თანამდებობა, მაგრამ მე ესე ვფიქრობ რომ შენ ხარ ადამიანი, აი განათლების მინისტრი უნდა გახდე. არავითარ შემთხვევაში. ვიცი რომ არ დათანხმდები, მაგრამ უნდა გახდე. არავითარ შემთხვევაში. განათლების სამინისტროც არ უნდა არსებობდეს, მაგრამ დიდი მადლობა ასეთ გახდი და მე გააუქმე. დიდი მადლობა ასეთ სიტყვებისთვის. მე ალბათ უფრო გამოვდგები ამ პოზიციიდან. თავარია ვინც იქნება რომ საინტერესო აზრები მოისმინოს, კრიტიკის ატანის უნარი კონდეს, ვინც არ უნდა იყოს და მადლობა პირიქით. მოწვევისთვის, მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, წარმატება პოდკასტ და ყველაზე მთავარი რამ პოდკასტი ბევრი არსებობს, მაგრამ მე მგონი ის რაც ამ პოდკასტს აქვს და აუცილებლად უნდა კონდეს, ეს არის გულწრფელობა, ეს არის ის რომ ადამიანს აგრძნობინებდეს კომფორტულად თავს მოსმენის თუ აქ მოსვლის ამბავში ეს ბევრ ამას არ აქვს და ხელოვნურობა არ უნდა ეთყობოდეს და ეს ყველაზე მთავარია წარმატება შენ წარმატება პოდკასტ და მე დიდი იმედი მაქვს რომ რამდენიმე წელიწადში შენ დისერტაციასაც გაუზიარებ საზოგადოებას ამას შეგახსენებ აუცილებლად იმიტომ რომ ჯაბა ნაკლებს საუბრობ საკუთარ თავზე მაგრამ არაჩვეულებრივ ადვოკატობასთან ერთად კარგი მკვლევარიც არის და რაც უფრო მეტ დროს დაუთმობს ამას უკეთესიც იქნება იმიტომ რომ თავარი რამ პრაქტიკას და თეორიას შორის კონტაქტი არ უნდა დაიკარგოს იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრაქტიკული ინფორმაცია უნდა მიიღოს საზოგადოებამ სხვა ტიპის საზოგადოებამაც მათთვის ცნობილი უნდა გახდეს და მე ღრმად ვწავს რომ ეს გამოგივა და გამოგვივა ყველას მადლობა გაიხარე პირიქით